მოგესალმებით, შენი პოდკასტი მე-20 ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ბგერითი თერაპიის სპეციალისტი და ფასილიტატორი ლიკა ევგენიძე. გამარჯობა ლიკა. მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედი, ძალიან მიხარია და მოკლედ ერთი სული მაქვს ეს ბგერითი თემა ჩავშალოთ, იმიტომ რომ ეს თემა ჩემთან ძალიან ახლოს არის, რადგან მეც მუსიკოსი ვარ და ხმასთან მაქვს შეხება, თუმცა ეს სფერო ცოტა უფრო სხვა სპეციფიკის არის და მოკლედ ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს და ასევე პირველ რიგში ეგ ამბავიც ძალიან მაგარი არის და გილოცავ რომ IPHM-ის პირველი სპეციალისტი ხარ აკრედიტებული საქართველოში ეს ძალიან დიდი ამბავი არის და ხო და მასწავლებელი. და მასწავლებელი ხო რაც ანუ ეხა შენ შეგიძლია ასწავლო ბგერითი IPHM-ის სერტიფიკატის გაცემა შემიძლია საქართველოში. რა მაგარი არის და ხო მოკლედ ეს საწყისი ეტაპისთვის ეს და პირველ რიგში მაინტერესებს უშუალოდ სანამ კიდე უფრო ღრმად ჩავიძირებით ამ ბგერითი თერაპიის სამყაროში, აი შენი გზა როგორი იყო, აი როდის აღმოაჩინე პირველად რომ ბგერას აქვს შესაძლებლობა განკურნების და ხო როგორი იყო შენი მოგზაურობა და აი ტრანსფორმაცია მოკლედ მაგ სფეროში, იმიტომ რომ სულ მაინტერესებს ხოლმე აი ყველას აქვს ხშირად რომ აი რაღაც გარდამტეხი პერიოდები ან რაღაცა რამაც უბიძგა რომ შემდეგ აი ეგეთი რაც ეპოვა რომ ალტერნატიული მოკლედ შედეგი ქონდა ხო მოკლედ აი კი ვისაუბროთ ამ ყველაფერზე ზოგადად მე მიყვარს ხოლმე შენ ადგილას ყოფნა კითხების დასმა ამას ამერ შეჩვეული ძალიან ბევრი წელია თუმცა ესეც საინტერესოა ეს ფორმატიც რესპონდენტის როლში ყოფნის და რეალურად ჩემი მოგზაურობა რომ დაიწყო ამ დედამიწაზე დაიწყო მუსიკაში, იმიტომ რომ რეალურად მე გავჩნდი ოჯახში, სადაც ანუ მამა ჩემი მუსიკოსია და ამიტომ ჩემი თავი მუსიკის გარშე საერთოდ არ მახსოვს. შენც ჩემნაირად ხარ ესე იგი მეც ეგრე ზუსტად. ანუ გავჩნდი სახლში, სადაც მუსიკა იყო ჩვენი ყოფის ანუ განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელობა არ იყო გვიხარო და გვწინდა თუ რა ხდებოდა გარეთ. ჩვენ სახლში იყო ყოველთვის მუსიკა და რეალურად ღამე არ მახსოვს მუსიკის გარეშე, იმიტომ რომ მამა ჩემი ძალიან ხშირად წერდა ხოლმე მუსიკას უფრო ღამღამობით. და ეს მახსოვს, რომ ძილის პირულივით იყო, ეს იყო ჩემი ნორმალური ყოფა ყოველდღიური, როდესაც მე როცა ლოგინში ვწვებოდი, მუსიკა ისმოდა. და მუსიკის გარეშე როცა იყო ხოლმე ღამეები, ძალიან უცნაური იყო. ეს ჩემთვის და სხვათა შორის მერეც უკვე მარტო რომ დავიწყე ცხოვრება, ვრცავდი ხოლმე მუსიკას ყოველთვის და ამის ფონზე ხო, რა თქმა უნდა, ხო, რაღაც ადამიანი ადაპტირდება იმასთან, რაშიც იზრდება და ამიტომ ხო ეს უცხო არ იყო ჩემთვის მუსიკას რაც შეეხება თან რაღაცა ყველგან დავყავდით ხოლმე მე და ჩემი ძმა ჩემ მშობლებს საკმაოდ ისეთი ბოჰემური ცხოვრება ჰქონდათ და კონცერტები სხვა 90-იან წლებში ჩვენ გვიწევდა ხოლმე მაგალითად ესპანეთში კანარის კუნძულებზე ნახევარი ანსამბლის წევრებიც ხო არ იყვნენ არა მამა ჩემი არის კომპოზიტორი დათო ევგენიძე რომელსაც ყავდა ბენდი ჯაზ ბენდი ყავდა და ჯაზ ბენდთან ერთად დიოდა ხოლმე სხვადასხვა ტურებში. მიუხედავად იმისა, რომ რთული დრო იყო მაშინ საქართველოში, ჩვენ გვიწევდა მაგალითად კანარის კუნძულებზე 90-იან წლებში რაღაცა 3 თვე, 4 თვე მივდიოდით ხოლმე და ესენი ბარებში უკრავდნენ, რაღაცა კლუბებში უკრავდნენ და იქ ჩვენც მე და ჩემი ძმაც პატარები ვიყავით ხოლმე კულისებში. ჩემი საყვარელი ადგილი იყო მაგალითად იმის გიტარის кейსი. იმიტომ რომ შიგნით რაღაცნაირი ხავერდი აქვს და იქ უწრო ვიღლებოდი, იქ უწვევდი ხოლმე. ძალიან ბევრჯერ დამიძინია. გიტარის ჩასადები, გიტარის ხო, გიტარის кейსში ძალიან ხშირად ჩავწოლილი ვარ და დამიძინია მაგალითად და მოკლედ ინსტრუმენტებში გავიზარდე. ეს იყო ხო, ეს იყო პირველი ჩემი შეხება გერასთან ზოგადად და მის ძალასთან და ალბათ რაღაცნაირად არ ჩაივლის ხოლმე ასეთი გამოცდილებები ხო რაც ბავშვობაში ილექება ჩვენში. ეგეც გონია რომ შეიძლება ანუ ეგეც ხო ამბობენ რომ აი რო იბადები განზრახ არის უკვე რომ აი რომელ ოჯახში დაიბადები რატო რომ შენი სულისთვის რაც არის უნდა გამოიარო და ისეც რომ შენ მუსიკალურ ოჯახში დაიბადე ესეც ესე უბრალოდ მეც არ მგონია რომ ყოფილიყო. თუმცა მე მგონია რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაცა ის საწყისი ხო არის და ის მოხვდი იქ სადაც შენი მისია არის თუმცა სანამ უკან დაბრუნდები იქ რაღაცა გზა უნდა რომ რაღაცა გამოცდილება უნდა შეიძინო და შემდეგ მობრუნდა იმ წერტილში ისევ რა და ჩემ შემთხვევაში ასე იყო რაც ბევრი სხვადასხვა რაღაცა ვცადე ცხოვრებაში და რეალურად ჯერ ფერწერაზე ვსწავლობდი, მე სამსახიობო დავამთავრე. შემდეგ რაც ტელევიზიაში აღმოჩნდი და გავატარე რეალურად ტელევიზიაში 15 წელი, რაღაც როგორც ტელეწამყვანმა და
შემდეგ მოbrunდა ეს ბგერა ისევ ჩემს ცხოვრებაში, თან ხა ჩემი ქმარიც მუსიკოსია და რეალურად სულ ამაში ვარ რა, ფაქტობრივად ესე არის. თუმცა იყო რაღაცა გარდამტეხი რაღაცეები ჩემს ცხოვრებაშიც, რამაც მომაბრუნა, ასე ვთქვათ, უფრო აი შიგნით, ხო? აი შიგნით დამაბრუნა, იმიტომ რომ პირველი რაც არის, რომ რაღაცა რო ვიზდებით, გარეთ გამოვდივართ, ხო? და რაღაცა გარე სამყაროს ვეცნობთ, ვიკვლევთ ამ ყველაფერს და შემდეგ ეს გარე სამყარო თითქოს რაღაც გვაიძულებს, რომ ისევ შიგნით შევბრუნდეთ იმისთვის, რომ იმ რაღაცა არსს დაუბრუნდეთ, ხო? იმ საწყისს. ხო. ზოგადად მე ძალიან ისეთი ბავშვი ვიყავი, აი მეოცნებე და ძალიან მიყვარდა აი ბუნებაში ყოფნა ჩვენ თელ ბავშვობის განმავლობაში ვატარებდით ხოლმე ზაფხულობით ცოტა პატარა სოფელი არის ბევრეთი ახლოს თბილისთან მაგრამ იმ თებში ჩაფლული ელექტროენერგია რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს იქამდე ვიყავით ეს ბევრეთი რა იწოდორეც რო აცდები აი ესეთი ჩაფლული არის მთების შუაში ძალიან ცოტა მაცხოვრებელი არის რეალურად რაღაცა ის საგვარეულოთი გადმოსული არის ეს სახლები ვისაც აქვს ყველა რო ერთმანეთს აი თავიდან თავაზე რო იცნობს ყველა შუქი გაიყვანეს რამდენიმე წლის წინ ტელეფონი გარიჭერდა ალბათ შარშან იზოლირებული ადგილი იზოლირებული კაფსულა აბსოლუტური რაღაცა დროის კაფსულა სადაც მთელ ზაფხულს, ერთ თვეს, ორ თვეს იქ ვატარებდით ხოლმე და რეალურად იქ ვისწავლე ძალიან ბევრი რამე, იმიტომ რომ აი ის რაღაცა თავისუფლება მქონდა, აი ბუნებასთან ურთიერთობის, ცხოველებთან ურთიერთობით ძალიან მიყვარდა ცხოველები და სხვათაშორის რაღაცა ჰილინგიც არისო ახალი ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვობაში ამას ვაკეთებდი ცხოველებთან. სულ მომყავდა სახლში კატები, ძაღლები, ქუჩაში უპოულობდი, ვუვლიდი, მერე პატრონებს ვეცედი ვაჭრო. ანუ ეს მქონდა ეს მომენტი. და მედიტაციებს რეალურად ვაკეთებდი, ძალიან პატარა ვიყავი, ოღონდ არ ვიცოდი რომ ეს მედიტაცია იყო. ანუ ბუნებრივად გამოგდიოდა რა სახის მედიტაციები. იცი როგორ რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე? აი რაღაც ერთ ჩემს საყვარელი მთა მქონდა, იქ მაგალითად იქ ავიდოდი ხოლმე, ესე დავწვებოდი და კონცენტრირდებოდი ხმებზე. აი მაგალითად ქარის ხმაზე, აი ამ რაღაცებს და მიუყვებოდი თითქოს აი ამ გრძნობებს და მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რეალურად რას უბრალოდ აი ხო არის აი ბავშვს ხო აქ ეს რაღაცა რომ ინტუიციით მიყვება თავის შეგრძნებებს რასაც მაგ დროს ბოდიში რამდენი წლის იქნებოდი მიახლოებით? ალბათ რა 7-8 ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ასაკი არა, იმიტომ რომ მაგ დროს ანუ სული კიდე უფრო კავშირში არის აი წინა ცხოვრებებთან ასტროლოგს ხელთან და ის ცოდნაც მაინც რაღაცა დოზით თავს იჩენს და ეგეც შეიძლება შენი წინა ცხოვრებების დაგროვილი ის იყო რომ უკვე შეგეძლო ცოდნად რომ კონცენტრაცია როგორ მოახდინო სხვადასხვა კი, ოღონდ ის იყო აი თანდაყოლილი რაღაცნაირად რა და აი ამ გრძნობას მიუყვებოდი და ველაპარაკებოდი იქ რაღაცა ცხოველებსაც, ხეებსაც და ეს ზღაპრის პერსონაჟი იყო ჩვეულებრივი. თან აი რაღაც ზღაპრული ბავშვობაც მქონდა ნამდვილად რა, ანუ ვერ ვიტყვი რომ ჩემი ბავშვობა რაღაცა ტრამვებით იყო გაჯერებული, ხო? აი ისეთ საკმაოდ ზღაპრული გამოცდილებები მქონდა ბავშვობაში და რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. იმიტომ რომ ბევრი რამ მომცა ამ ყველაფერმა და მე ნუ ისე მოხდა რომ საკმაოდ ისე დამოუკიდებელი სული ვარ და მიყვარს ეს დამოუკიდებლობა და რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ აი ძიებაში რაც მარტო უნდა წავსულიყავი და სტუდენტობის დროსაც მახსოვს ალბათ 18-19 წლის ვიქნებოდი და ინდოეთში გავიპარე მაგალითად ეს იყო 2006 ინდოეთში გაერალა 2006 წელი იყო, პატარა ვიყავი და აი ესე რაღაცა მეგობრებთან ერთად წავედი, ოღონდ მაშინ ახლა ესე არ იყო დღეს რო ყველა დაფრინავს და ხო, ეგ სერიოზული ექსპედიცია იყო იმ დროისთვის მით უმეტეს, ხო? კი, ნამდვილად და სხვათა შორის აი მანდაც ისეთი უცნაურის იყო, ახლა ის პერიოდი იყო სტუდენტი ვიყავი მეორე კურსზე და ჩვენი მთელი ამბავი იყო, რომ რაღაცა გართობაზე ორიენტირებულები ვიყავით და იქაც რო წავედით, ამ მიზნით წავედით და აი იქ რაღაც მომენტში აი მახსოვს გოაზე ვიყავით და იქ არის ჯუს ცენტრს ეძახიან. და ამ ჯუს ცენტრში ვნახე ძალიან ბევრი დაკარგული სული 70-80 წლებში წასული ადამიანები, ვინც საკუთარი თავის ძიებისთვის წავიდა სავარაუდოდ და რაღაცნაირად უფრო მეტად დაიკარგნენ და ამ ყველაფერს რო დავაკვირდი, რაღაცნაირი შეგრძნება გამიჩნდა შიგნიდან, რომ რაღაცა თითქოს მივხვდი რაღაც სხვა რაღაცებზე უნდა გამეკეთებინა უფრო აქცენტი იქაც და ერთ დღესაც ვთქვი რომ მეთქი მეთქო აღარ მინდა თქო რა ეს რაღაცა კლუბებში სიარული თქო იქ და რაღაცები და მეთქი დილით თქო წავალ თქო მედიტაციას გავაკეთებ თქო და იოგას თქო ეგ იყო ჩემი პირველი შეხება რეალურად და
მახსოვს რომ შევცვალე უცბად რაღაცა ერთ კვირაში მე გადავეწყო სხვა რეჟიმზე აი თქვა იმ ჩემი მეგობრებთან განსხვავებით და აი ეს დილით რომ გავდიოდი და იოგას ვაკეთებდი და მედიტაციას აი ისეთი სიამოვნება მომიტანა თანო იქ ისეთი ველი იქნებოდა ინდოეთში რომ უფრო იოლადაც ეგ წამოვიდოდა ხო რაც სეპარაცია გააკეთე შენი ძველი თავისგანაც ეგრეც რო დავინახოთ შეგვიძლია. ნამდვილ თავს მიუბრუნდი სადღაც რა. უფრო უკეთესი ესე ვთქვათ, ხედვის არეალი ხო ეგ არის, რომ შენ ნამდვილ თავს მიუბრუნდი. კი, ზუსტად. და ხო, რაღაც მაგის მერე უკვე გადმოვერთე რაღაც ესეთ რაღაცეებზე. ხო, ნუ ამის მერე იყო უკვე ყველაზე დიდი რეალურად გარდატეხა იყო, რომ ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად მერე. ნიუ-იორკი არის ძალიან ქაოსური ქალაქია რა. იმასთან ერთად რომ ძალიან შთამბეჭდავია. და ძალიან საინტერესოა და თქვა იგივე კულტურის თვალსაზრისითაც საინტერესო რაღაც ხდება ხა ისეთი სპექტაკლები და თქვა კონცერტები ვნახე იქ რაც თქვა შეიძლება ისე ვერ მომხვედრილიყავი თუმცა ამასთან ერთად მომიჭირა იქაურობამ ძალიან მომიჭირა თან რაღაცა ძალიან სიყვარულის შვილი მყავდა მარტოს დიდი ბავშვებს და რაღაცნაირად და ნიუ-იორკი მალევე არის ინდოეთის მერე თუ რაღაც შუაში გეპივით იყო პატარა ხო კი გეპი იყო საქართველოში მაგ დაუბრუნდი და მეერე წავედი. ხო და აი აქ რო დაბრუნდი უკვე აი მარსებული რაღაც სოდით აი მედიტაციის უკვე აქ შენი ყოველდღიურობა და აი დააკვირდი რომ შეიცვალა რაღაც დოზით აი რამე სხვაობა იყო თუ იცი როგორ მოხდა არა აი ბოლომდე არა აი როგორ მოხდა იცი რეალურად აი ამ ყოველფერს მე ისე მოხდა რომ რაღაც გავთხოვდი და გადავეშვი საერთოდ სხვა ცხოვრებაში. ხო. რომ გავთხოვდი და ეს რაღაც ოჯახური ცხოვრება დაიწყო ეს რაღაცა ყოფა ცხოვრებო ამბები შემოვიდა ბავშვი გაჩნდა ეხა ეს ძალიან დიდი ენერგია. ხო სხვა ტაიმლაინი წავიდა მთლიანი. აბსოლუტურად მაგრამ მაგას ვამბობ რომ აი მადლიერი ვარ ყველაფრის ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა იმიტომ რომ ნებისმიერი რამე რომ ამოაგდო ამ ტაიმლაინიდან დღეს სხვა რეალობაში აღმოჩნდები აი ძალიან პატარა ძალიან აი ესეთი წვრილი და უმნიშვნელოც კი ამიტომ ტყუილად არაფერი არ ხდება და ნებისმიერი გამოცდილება მტკივნეული იქნება ეს თუ სასიხარულო შენთვის ნებისმიერი გამოცდილება არის მნიშვნელოვანი და რაღაცა მადლიერება უნდა გქონდეს. იგი განსაკუთრებით შორი პერსპექტივიდან რო უყურებ რა მოგცა მაგ აუმაც და კარგმაც ხო ყველაფრისთვის მადლიერი იმიტომ რომ ეგ გაყალიბებს ბოლოს იმ აწყოში სადაც ხარ იმ ადამიანად და ხო გეთანხმები მეც არაფერს არ შევცვლიდი საერთოდ ჩემ ცხოვრებაში და ნამდვილად ხო და აი მე ნიუ-იორკი რო შემოვიდა შენ ცხოვრებაში აი მანდ რა ხდება აი მანდ რა ხდება იცი ზოგადად ვიყავი აი ხო ძალიან აი რაღაცა პოეტური შინაგანი სამყარო რო გაქვს და სულ რაც წერდი ხოლმე უფრო ეს და იცი წერდი ხო ბავშვობიდან წერდი და ხან ლექსებს წერდი ხან რაღაც ნუ მოკეთ სულ ვიყავი ამ ამბავში და ეს ენერგია რაც მქონდა და ეს მქონდა საკმაოდ ისეთი ინტენსიურად მქონდა ეს ენერგია მისი გარდაქმნა არ შემეძლო მაშინ არ ვიცოდი ეს ენერგია რაში უნდა გარდამექმნა და უფრო იყო მელანქოლიური ეს ენერგია ამის გამო იმიტომ რომ მატერიაში ვერ გადმომქონდა აი ეს კი ეს ზოგჯერ ეს წერით შემოდიოდა თუ რაღაც შემოდიოდა თუმცა მაინც ვერ ჯერ ფიზიკურში ვერ ვქმნიდი და ამიტომ ეს შიგნიდან მიტევდა ხოლმე ეს ენერგია და რაღაცნაირად უფრო მელანქოლიური მისკენ მივდიოდი და ძალიან ხშირად ამის გამო ვაკეთებდი რაღაცას იცი რომ აი ძალიან სწორად გილას რაღაცებს დავანგრევდი ხოლმე ხო და მე ვიწყებდი თავიდან შენებას ეს ხვდებოდი რომ ეს იყო რა ეს ენერგია რაც შეგნებულად ანგრევდი ხო შეგნებულად ვაკეთებდი ამ ყველაფერს ანუ აი შეიძლება რაღაც ქვეცნობიერი იმპულსით იწყებოდა თუმცა შემდეგ უკვე საკმაოდ ცნობიერად ხდებოდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ეს ენერგია იყო რეალურად რომელსაც მე ჭირდებოდა რაღაცეების გაკეთება ამიტომ აი სტაბილურობიდან გაქცევის მომენტი მქონდა ყოველთვის და ნიუ-იორკში რო აღმოჩნდი უკვე ну ეს ბავშვები რაღაცა სხვა ცხოვრება იყო თან მაინც არის რა ეს რაღაცა უფრო მატერიალური სამყარო არის და თუ მე მჯერა რომ მატერიალურ სამყაროში შეიძლება ძალიან სულიერებაში იყო ადამიანი და აბსოლუტურად განუყოფელი მაგის გარეშე ჩემს არის გამო პირველ რიგში მატერიაში თუ არ ხმყარეთ სულიერება შეიძლება გააფრინო კი აი ნამდვილად რაღაცა ყარათ უნდა დადგა ჯერ ფეხი იმისთვის რომ რაღაცა მე თავი ზუსტად ხო ეგა მისტიციზმის მე წინა პოდკასტში ვთქვი სუფიების ეგა რომ ფეხები მყარათ გაქვს მიწაზე და თავი ღრუბლებში რა თუმცა იქ მომიწია უფრო მეტად თამაში ყოფნა და ნუ არაფერი შიგნიდან დამეწყო
რაღაცა როგორ არის ხო რეალურად რა აი ხა კარმა ზეძახი თუ რაღაცა გაკვეთილებს ზეძახი რომელიც ჩვენთან ცხოვრებაში მოდის ეს რეალურად ის კი არა რომ რაღაცა გემართება შენ და რაღაცა ცუც გიგზავნის სამყარო არა უბრალოდ გაკვეთილს იმდენჯერ გამოგიგზავნის სანამ იმას არ ამოხსნი და სანამ იმას არ ისწავლი ხო აი რაღაცა არ გამოიტანი ქედან რეალურად ჩემი სულის თხოვნა იყო რომ უკან დაუბრუნებულიყავი იმ ჩემს აწყისებთან და მანდ მივხვდი ერთ რამეს რომ ძალიან ხშირად და უმეტესად არასწორად ვასწავლით რა ჩვენს არასწორად გვასწავლეს და ჩვენს არასწორად ვასწავლით შემდეგ შემშვილებს რომ ბედნიერება არის სადღაც სხვაგან წარსულში ან მომავალში ანუ წარსული იყო კარგი ან მომავალი იქნება უკეთესი ხო ან რაღაც საგანები თუ გახარ ბედნიერი ზუსტად ან ის რომ სიყვარული სხვამ უნდა მოგცეს მაგალითად რეალურად სიყვარული ხო აქ არის რა შენ გულში იწყება და შენ სწავლობ როგორ შეიყვარო შენი თავი და შენ თავს რო იყვარებ სხვასაც იყვარებ და სამყაროსაც ხო ეს ყველაფერი ხო ძალიან გადაჯაჭვულია და აი ეს ცდომილება იმისი რომ ჩვენ ვეძებთ კარგ დროს ან წარსულში ან მომავალში გვაკარგინებს აღქმას იმ მომენტის სადაც ვარსებობთ რეალურად და აი აქ რო ვარ დღეს და რეალურად ეს არის ეს იქნება წარსულიც ახლა სადაც ვარ ხო მიჭირს რომ გავიგო რომ შეიძლება კარგია ის სადაც ვარ და შეიძლება როგორიც არის აი მოცემულობით მივიღო და თქვათ აქცენტი რაღაცა მადლიერებაზე გავაკეთო იმ მომენტში მაგრამ ნუ ამ ყველაფერს გამოცდილება უნდა ხო ხო აბარა და მე მივხვდი იმას რომ რეალურად მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს ცხოვრებას ვაშენებდი გარედან შიგნით და არა შიგნიდან გარეთ და არასწორი ადგილას მარტო მაშინ მოხვდები როცა გარედან აშენებ შიგნით ხო იმიტომ რომ ის არ არის შენი ნამდვილი რაც შიგნით ხო და იმიტომ რომ ის ყველაფერი იყო ძალიან კარგი უბრალოდ ჩემი არისო იმიტომ რომ როგორც ფაზლი აი ესე ავაშენე და საბოლოო ფაზლის ნაწილი რომელიც მე ვიყავი აღარ ჩაჯდა იმ სურათში უბრალოდ და მე უკვე აი შენ შემთხვევაში ეგრე იყო რომ ჩამოგეშალა ის ყველაფერი ხო განულდი ანუ სურათი ძალიან კარგი იყო მაგრამ მე არ ვეწერებოდი იმ სურათში და ეს იყო იმის ბრალი რომ მე ეს სურათი ავაშენე გარედან და არ ჩემს შინაგან არ მოусმინე შენ ვეღარ ჩაჯექი ვერა და ეგრო დაანგრე მე უკვე დაიწყე უკვე შენი ნამდვილი აი მაშინ დაიწყო რა ის რო გავაცნობიერე და სხვათა შორის მაშინ დამეწყო საშინელი შფოთვითი აშლილობა პანიკური შეტევები და რეალურად აი ეს საკუთარ თავთან გაუცხოვება და ეს ყველაფერი ეხლა ხვდები რაც იყო რეალურად ეს იყო რაღაცა გამოძახილი იმისი რომ უფრო კარგად მომესმინა ჩემი თავისთვის და უფრო სიღრმეებში ჩავსულიყავი პროცესის ნაწილი არის ეგეც გაუცხოვება ყველაფერი სხვანაირად ვერ მიუდგებია იმ შენ ნამდვილ თავს ალბათ ხო ეგ ძიების ნაწილი კი აი ამისთვისაც მადლიერი ვარ რომ აი ეს რაღაცა მოვიდა ჩემ ცხოვრებაში და ხშირად აი არიან ადამიანები ვინც მოდიან ხოლმე ამ პრობლემით რა პანიკური შეტევებით და შფოთვითი აშლილობით და დღესთან ძალიან მწვავეა ეს პრობლემა და გონიათ ხოლმე რომ ეს არ დასრულდება არასდროს სულ მინდა ხოლმე რომ აი ეს რაც დამაიმედებელი სიტყვები უთხრა რომ დასრულა ჩემ შემთხვევაში თუ ის მწვავე ფორმა გაქრა საერთოდ და არ ვიცი წლებია საერთოდ არ ვიცი რა არის შფოთვითი აშლილობა და პანიკური შეტევა შესაძლებელია აქამდე მისვლა მთავარია რომ შენ მიაგნო იმ გამომწვევ მიზეზებს რაც აი მყევას უქმნის ხო აი ამ ყველაფერს რაღაცა შენს ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას და ფუნდამენტი თუ არ არის ჯანსაღი იქ ჯანსაღი ვერაფერ ვერ გაიზრდება გეთანხმები ხო საძირკველი შენობის თუ არის არ ვიცი არა მყარი ჩამოიშლება მე ზუსტად ასე არის იმიტომ რომ სცენარეს რო ვგავთ პირველი ის არის რომ სწორ ნიადაგი შეურჩიოთ ხო და შემდეგ წყალი უნდა უსხათ ამ სცენარეს და ეს რაც რუტინულიც არის და დისციპლინაც არის ხშირად არის ხოლმე რომ გონიათ რომ შეიძლება რადგან სულიერება არის რაღაცა უფრო აბსტრაქტო ასე არ არის რეალურად სულიერებას ყველაზე მეტი დისციპლინა ჭირდება აბსოლუტურად შენ თუ ყოველდღიურობაში არ გაქვს და მოქმედებაში არ გაქვს გადმოტანილი ის რაღაცეები რაც გაიაზრე და ისწავლე მაშინ ეს არ მუშაობს როგორც მედიტაცია არ მუშაობს ყოველდღე თუ არ აკეთებ ხო? ხო, მაგრამ ამას უნდა რეგულარული, აი რომ კარგად თქვი შენ რუტინული კეთება, რომ პირველ რიგში ჩვევაში ჩაგიჯდეს. და მეორე რიგში რომ ეს ხო არ არის რაღაცა ჯადოქრობა, რომ ერთი გააკეთე და შედეგი გაქვს. ამას უნდა რეგულარულად კეთება, რომ აი ნელ-ნელა გამოიძერწოს რაღაცა და ხო მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის. მე მაგალითად ხო მაგარი მოუთმენარი ვიყავი ხოლმე რაღაცეებში სუჩქარა მინდოდა და ეგ მეც ეგ გაკვეთილი გამოვიარე, რომ აი ცოტა უნდა შენელდე მოითმინო და არსად არ გეჩქარებ, ანუ ძალიან ბევრი რამე გაქვს წინ და ყველაფერი თავის დროზე მოვა. კი, ზუსტად ასეა. და ის იყო რა რეალურად მივხვდი რომ დამეშალა ეს ყველაფერი.
უმეტესად ეს რაღაცეები, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რაც შეძენილი ფასეულობები, რაც აზრები, მაგრამ მატერიალური რაღაცეებიც იყო, ხო? ანუ აი რაც ყველაფერი ერთად და მე დიდი განულება მოხდა ერთი სიტყვით, ხო? და აი იქამდე დასვლა, რომ აი მართლა ის ერთი ნაწილი რჩები ფაზლის. აი მარტო ხარ. და უკვე მაგ ფაზლს ურგებ სხვადასხვა რაღაცებს რო შეკრა. აი აქედან გამოდიხარ. ხო. და არსად არ ჩქარობ. ხო, აი მანდი იწყება უკვე ის შენი ტემპი იცი, ყველაფერი იცი უფრო უკეთ-აკეთებ. კი, და აი როგორც კი მან დაუბრუნდი, იმ ყველაფერმაც გაიარა. ხო. აბსოლუტურად. გაიარა და მე დაუბრუნდი ზუსტად, თორე მე გამოვიარე რეალურად მედიკამენტოზური მკურნალობაც, იქ რო ვიყავი, ანტიდეპრესანტებით, ისიც ყველაფერი. აი პერიოდი გრძელდებოდა იქ მთელი პროცესი, ეს ხო არ არის 1-2 დღე რაღაც ხო გასტანა. აი 2013-ში გავაჩინე ჩემი მეორე შვილი, ალექსი და აი ამის მერე დამეწყო. თან იქაც იყო რაღაცა პრობლემები, რა ბავშვს რაღაც ოპერაცია დაჭირდა გულის, იქაც სტრესები გავიარე, ეს ყველაფერი იყო და ის შემდეგ უკვე აქედან რომ გამოდიოდი, აი მე მაქვს ეს და ბევრ ადამიანს აქვს ის, რომ როცა რაღაც ექსტრემალური სიტუაციაზე ძალიან მაგრად ხარ და მაგრად უმკლავდები და შემდეგ უცბად აი გავიწყდება ის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია და მე უცბად შეიძლება მოწყდე. მე და მემართა რეალურად ეგ. ხო. და რამდენიმე წელი 1-2 წელი იყო საკმაოდ მძიმე. საკმაოდ მძიმე იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ რაღაცები შესაძლებელი იყო და სანამ არ გავანულე მართლაც რა, რასაც ლაპარაკობთ, ხო და დავიწყე ნულიდან. თავიდან ამ ყველაფერს ვაკეთებდი ჩემთვის. ჩემთვის ვაკეთებდი, მედიტაციები დავიწყე, ამ რაღაცა ტიბეტურ თასებს ხმარობდი უფრო. ხო, მაგ პერიოდში უკვე დაიწყე sound healing-ი, ხო? ესე როგორც ხვდები. sound healing-ი ჯერ არა. 2016 წლის ბოლოს დავბრუნდი. ხო, დავბრუნდი საქართველოში, თუმცა ჯერ არა. ჯერ არ დავიწყე. ჯერ ხარ ამერიკაში და ტიბეტური თასებით არა, ნახე როგორ იყო, მქონდა იქ ეს რაღაცები, მაგრამ ეს იყო უფრო მოყვარულის დონეზე ეს ყველაფერი. ოკეი. ამ რაღაცებით ვინტერესდებოდი, რაღაცა სხვადასხვა რაღაცები მეგობარი. ამ დროს მე დავაკვირდი, რომ სულ ჩდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც რაღაცა ხო იცი ხელს რო გიწვდის იმ დროს, როცა გჭირდება, ხო? ეხლა როგორც ხდება ხოლმე და ზუსტად და ჩემი მეგობარი გამოჩნდა, რომელიც აი ფაქტობრივად ჩემთვის რაღაც ძმასავით არის, სულიერი ძმასავით მართლა. თვითონ ფსიქოანალიტიკოსია გიორგი ხატიაშვილი და გიორგი ძალიან დიდი საყრდენი იყო ჩემთვის იმ პერიოდში და გიორგიმ შემოიტანა სხვათა შორის ტარო ჩემს ცხოვრებაში და მაშინ ვისწავლე ტარო და რაღაცნაირად ჩაუღრმავდი ამ რაღაცეებს და დავიწყე უფრო ეს რაღაცებიც შესწავლა, რაც ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან ნატურალური და ძალიან ჩემი იყო რაღაცნაირად. თითქოს აი შენს ძველ თავს რომ მიუბრუნდები, თითქოს რაღაცა ცოდნა რო გქონდა, რაც მივიწყებული გქონდა და თვითონ ამოტივტივდა თითქოს ეს რაღაცეები და ძალიან საინტერესო პროცესები იყო. ხო, ტარო კაი მგზამკვლევი იყო შენი იმ დროინდელი თავისთვის, ხო, როგორც ხვდები, ბევრ რაღაცას ფარდა, ახადა და ხო, მე არ მქონია ეს მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცა აი კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ რაღაცა სიღრმეებში ჩახვიდე და რაღაც ისეთი შრეები გახსნა, სადაც შეიძლება ესე არ გქონდეს. ეხაც იყენებ ტაროს თუ ნაკლებად? კი, თუმცა ამას არ ვიყენებ როგორც რაღაცა ხო, ანუ შენი თავისთვის ხო, ეგ მაინტერესებდა, ხო. ხო, თანამედროვე ფსიქოანალიზშიც იყენებენ. ხო, კი. იუნგსაც უყვარდა. იუნგი, აი გუნდა მეთქვა ხა დავასწარი კი, ხო, იუნგიანური ფსიქოლოგია ჩემთვის ძალიან ახლო არის, მე ჩემი თერაპევტიც იუნგიანელი არის და ხო მოკლედ ეგ ხო ძალიან საინტერესო არის და უკვე რომ ამერიკაში კიდე რამე ხო არისო ისეთ საინტერესო გარდამტეხი, რამაც აი ესე ვთქვათ კიდე გამოთალა აი ეს შენი თავი როგორც იცი რა, უფრო თვითშემეცნება იყო, აი უფრო მეტად დავიწყე რაღაცების შეცნობა, უფრო მეტად ჩავედი ბოლომდე ამ რაღაცა ლიტერატურაში, ჯერ მხოლოდ თეორიაში. ხო, ესე ვთქვათ ბაზას ამზადებდი შენი მომავალი საქმიანობისთვის. ზუსტად, შემდეგ უკვე რომ დავბრუნდი საქართველოში, აქაც რეალურად თავიდან მომიწია, ხო, ყველაფრის დალაგება და არ არის მარტივი კი ეს პერიოდი ნამდვილად არ იყო მარტივი და ბავშვების გადმოყვანა იქედან აქეთ, აქ ხო რაღაცა ისიც ირთვება, რომ მშობელი როცა ხარ კიდე სხვა პასუხისმგებლობები გაქვს, ხო? ამიტომ ხო, რაღაცა ეს პერიოდი იყო. მაგრამ აი მე სხვათა შორის აი ყველაზე მეტად, როდესაც გამოვნახე ამ ყველაფრისთვის დრო, რომ რაღაცნაირად უფრო
მექცია საქმეთ ეს ყველაფერი იყო ზუსტად პანდემიის პერიოდი. ზოგადად იმ პერიოდში რაღაცებს ვაკეთებდი ჩემთვის და ჩემ მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე და მეგობრებისთვის ვაკეთებდი აი ამ რაღაცებს რა, ანუ ტიბეტური თასებით ამ რაღაცა მედიტაციებს ვაკეთებინებდი და თხოვდნენ ხოლმე რომ აი რაღაცა შენგან წავედით, რაც კარგად ვიგზენით თავი და კიდე შეიძლება რაც მოვიდეთ და ნუ რა თქმა უნდა მეგობრებისთვის ყოველთვის მე რომ მივხვდი რომ რეალურად ძალიან ვეხმარებოდი ამ ადამიანებს ანუ შედეგი იყო ცხადი ძალიან ხილული იყო ეს შედეგი აი მანდ მივხვდი რომ აუცილებელი იყო რაღაცა ცოდნა მქონოდა იმისთვის რომ შემდეგ მემუშავა ხო სხვა ადამიანებთან ერთად ეს რაც პასუხისმგებლობის მომენტი მქონდა რომ რაღაცა აუცილებლად უნდა შემესწავლა, იმიტომ რომ ნებისმიერ რაღაცას და მით უმეტეს ისეთ თემას, რომელითაც რაღაც ადამიანებთან მუშაობ, მათ ჯანმრთელობას ეხები ხო, მენტალურს, ემოციურს თუ ფიზიკურს, იქ ცოდნა აუცილებელი არის ხო, რაღაც პროფესიული. და მაშინ ავიღე კურსები. ჯერ მყავდა ამერიკელი მენტორი, რომელთან ერთადაც გავიარე ბგერითი თერაპია და ბგერითი თერაპიის ჩემი რეალურად მაშინ კვარცის თასები მაშინ შევიძინე და 2021-ში დავიწყე აქტიურად უკვე აი ამ კვარცის თასების გამოყენება. და საოცრება იყო ზოგადად აი ამ კვარცის თასებთან და აი ამ საოცარ რეზონანსთან შეხებაში მოსვლა. და ყველაზე საინტერესო სხვათა შორის კვარცის თასების ისტორია არ ვიცი თუ არა საიდან მოდის ეს ყველაფერი ხო? არ ვიცი და ძალიან მაინტერესებს. ძალიან საინტერესო არის. ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა ძალიან რომანტიულად გამოიყურება ხო და ძალიან ჯადოსნურად ეს ყველაფერი და ძალიან არა რომანტიული ბექგრაუნდი. ამ კვარცის თასებს ხო? კვარცის თასებს. რეალურად ხო რა თქმა უნდა თვითონ ფესვები მოდის აი ჰიმალაის და ტიბეტური აი ამ თასებიდან რომელიც საიდან გარდაიქმნა ამ კვარცში, ეს უფრო დასავლური ამბავი არის. რეალურად ქმნიდნენ კვარცისგან კომპიუტერის ჩიპებს. ოკეი. რომლის შექმნის პროცესშიც აღმოაჩინეს, რომ ძალიან მაგარი რეზონანსი ჰქონდა ამ ჩიპების მასალას კვარცს. და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს სადაც ინსტრუმენტი გაეკეთებინათ. და გამოვიდათ კვარცის თასები. შემდეგ მოარგეს სხვადასხვა ზომების, სხვადასხვა ნოტებს და კი ბატონო. ჰერცები, ნოტები, აი ეს ყველაფერი გაიმართა და მივიღეთ აი ეს კვარცის თასები. აი წარმოუდგენ, ანუ იმიტომ რომ ვერაზროს ვერ წარმოუდგენდი, რომ კომპიუტერულ სფეროში შეიძლებოდა ეგ აღმოეჩინათ და შემდეგ გამოეყენებინათ კურნებაში. ანუ ყველა რაღაცა ერთმანეთს რაღაცას აძლევს, ხო? კი. და ეგეც მაინტერესებს, ანუ ბგერითი თერაპიის ესე ვთქვათ სამშობლოთ რახან აი ტიბეტურ თასებსაც შევეხეთ, მაინც აღმოსავლეთი მოისაზრება, ხო? აი ტიბეტი, ჰიმალაის რეგიონი თუ ბგერითზე ვერ ვიტყვი. თუ ჩვენ თუ თასებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თასებზე კონკრეტულად თასების შეიძლება, თუმცა ბგერები ყველა კულტურაში გამოიყენება, რელიგიურ რიტუალებშიც გამოიყენება, ჩვენს გვაქვს ზარები, ხო? შამანურ კულტურაშიც სხვადასხვა ინსტრუმენტებს გამოიყენება. ავსტრალიური დიჯრიდუებიც ყველაფერი, ხო? კი, ანუ რეალურად ეს არის ხო ეს რეზონანსი, ყველაფერს აქვს ვიბრაცია. ყველაფერს აქვს ვიბრაცია, თუმცა ყველა ხმას აქვს ვიბრაცია, თუმცა ყველა ვიბრაციას ხმა არ აქვს. ხო, იმიტომ რომ ზოგი ულტრა არის და შეიძლება არ ზგვესმოდეს, ან პირიქით ძალიან ქვედა. ამიტომ აი თანხვედრა, როდესაც ბგერაც და ვიბრაციაც ერთმანეთს ხვდება, ხო? ეს არის ეს დასაკრავი ინსტრუმენტები და ჩვენი ხმა. ხო, ჩვენი ხმაც კურნალია არის, ჩვენი ხმაც კურნალია და ჩვენი ხმაც არის ინსტრუმენტი ერთ-ერთი. შამანები ხოთშორის ძალიან კარგად ხმარობდნენ ხმას, საკუთარ ხმას აი განკურნების პროცესებში. რეალურად იავნანაც ეგ არის, ხო? იავნანაც ბგერითი თერაპია რეალურად. როდესაც შენ მანტრა, რა თქმა უნდა, როდესაც შენ ბავშვი ყავს მიკრული გულმკერდზე და შენ მღერი, ის რეზონანსი, რომელიც შენი გულიდან ის ვიბრაციაც გამოდის, ის ამშვიდებს ბავშვს. ანუ უბრალოდ ესე ვთქვათ, იავნანა ათრიგერებს იმ რეზონანსს ჩვენ შიგნით, ჩვენ გულში, რაც შემდეგ ბავშვი გძნობს ამას. კი, გერა, გერა. კი. ასე რა თქმა უნდა ყველაფერი ხო რაღაც ჯერ იყო სიტყვა ხო და ხო ღმერთი როგორც შეიქრა სამყარო ხო ნამდვილადაცია ანუ ჯერ იყო ბგერა და ბგერიდან მოდის ძალიან ბევრი რაღაც და როგორ არის ხო აი რეალურად ადამიანი როდესაც არ იყო თქვათ სამყარო ასეთი განვითარებული ადამიანის ინსტინქტები იყო უფრო განვითარებული მაშინ იმიტომ რომ რაღაცა თვითგადარჩენისთვის სჭირდებოდა ეს და აი ამ თავის ინტუიციას და ინსტინქტებს იყენებდა ყველაფერში საერთოდ მე შემოვიდა ცოდნა უკვე ხო ეს ცოდნები ცოდნაც შეიძლება სადღაც გახდეს შენი საზღვრები
ანუ აი ცოდნამაც არ უნდა ჩაგკეტოს რა ძალიან მნიშვნელოვანია რომ კი ის ცოდნა მიიღო თუმცა არ გახდე მისი მონასავით ხო რომ მაგის მეტი არაფერი არ არის ხო აი თეორიაში რო არ დარჩენ ხო მნიშვნელოვანია ხო აი მაგ ცოდნაში ინტუიციური აზროვნება არ ჩაკლეს შენი იმაგინაცია და ინტუიცია რაც ეგ იყო ალბათ ის პირველ წყარო რამაც შემდეგ აღმოაჩენინა შენ როგორც თქვი ხალხს აი ეს ზუსტად ასე გერითი კი იმიტომ რომ ნახე მე ესე კი ასე ინტუიცია მოდის უკვე ეს ვითარდება სამყარო და ეხლა რა ეპოქაში ვართ ჩვენ რო ხდება თითქოს დაბრუნება იქ აი ჩვენ რაღაცა საწყისთან, ჩვენს ინტუიციასთან, ხო, რაღაც გულის გზასთან, ოღონდ გონებასთან ერთად. ხო. რეალურად აი ეს გულის გონებაში შეტანა, ხო? აი გულის და გონების ჰარმონიზაცია. ძალიან კარგად, რომ აი გონება რეალურად მედიტაციაც მაგას გასწავლის, რომ გული შემოიტანო გონებაში, იმიტომ რომ გული არის რაღაც მხრივ მე მივხვდი ჩემი ცხოვრების გზაზე მაგას, რომ გული არის შენი სანათი. რეალურად, რომელიც ამ გზას გაგიკვლევს ყოველთვის, იმიტომ რომ ტვინმა შეიძლება მოგატყუოს, ტვინის ზედაპირზე ძალიან დიდი ქაოსია ხოლმე რა და ყველაფერი ინფორმაცია. სანამ შენ ყვინთვას ისწავლი და იმ რაღაცა სიმშვიდეში ჩახვალ და იმ სიმშვიდესთან წლომას დაამყარებ, აი ეს გული იქნება შენი მეგზური, ასე ვთქვათ რა, როგორც რუმისთან არის, რომ აი დაიწყე სიარული და გზა გამოჩნდება. აი ეს გზა არის გული ყოველთვის, რომელიც აი თითქოს რაღაცა სწორ მხარეს, აი რო იგრძნობ რაღაცას და სწორ მხარეს მიდიხარ ყოველთვის. ხო, ეგ გული უნდა იყოს ჰარმონიაში ჩვენ გონთან, ხო, რაც შეთამაშებულები უნდა იყოს. აუცილებლად, კი. რაღაც გუნდური თამაში უნდა იყოს და არა ის რო ის ჩათიშული. მე მგონია რომ ეს რაღაცნაირად უნდა გაერთიანდეს ხეს, იმიტომ რომ ერთიანობაში აქვს ამ ყველაფერს ძალა, ხო? აი ისედაც რაღაცა ცალკეულად კარგად ყოფნა ხო არ არსებობს, რაღაცა არ შეიძლება რომ შენ ხელი გტკიოდეს და კარგად გზნობდე თავს. იგივეა რა თუ შენ ენერგეტიკული სხეულები, ემოციური ფონი, ფიზიკა ეს ერთიანობაში ჰარმონიზირებული არ გაქვს, ძალიან რთულია რომ თქვა რომ კარგად ხარ მთლიანობაში, ხო? იმიტომ ეს მთლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ხო ეს გულის გზა არის მნიშვნელოვანი და ჩემთვის მართლა რაღაცნაირი გზამკვლევი აღმოჩნდა რა ეს სიყვარული. გულის გზა მიგიყვანა შენს აი მაგ კურნებიასთან უშუალოდ, იმიტომ რომ შეიძლება და აგერჩია რომ არ ყოფილიყავ იმ კურნალი ხო, მაგალითად უბრალოდ გაგეგზელებინა ის დანატოვარი მუსიკოსი გამოსულიყავ ის ტყოზე რაც, მაგრამ აი მაინც შენში იყო ეს რაღაც იმპულსი, რამაც ესე უხილავად ნელ-ნელა ის სხვადასხვა გამოცდებით მიგიყვანა დანიშნულების წერტილში. ძალიან მინდოდა რომ დავხმარებოდი ადამიანებს და რეალურად დღესაც ჩემთვის მოტივაცია არის მხოლოდ ეს. ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობ ხოლმე იგივე ხა მე მაგ რაც პლატფორმები სადაც ბევრი ადამიანი უყურებს, თუმცა რაღაცნაირად ეს იმდენად საკრალურია ჩემთვის, რომ მირჩევნია რომ აი ჩემთან მოსულ ადამიანებს ვესაუბრო პირდაპირ, ვიდრე ეს ყოფილი რაღაც გარეთ გამოვიტანო ხოლმე რა, ეს არის ჩემი გზა, რა თქმა უნდა, ხო იცი ყველას თავისი მიდგომა აქვს და ძალიან ხო რაღაცნაირად ძალიან ვუფრთხილდები, ეს არ არის ის თემა, რომლითაც თქვათ მე მინდა რომ რაღაცა ბიზნესად ვაქციო თქვათ ან რაღაც ანუ ჩემთვის ეს ძალიან საკრალურია და ამას ვაკეთებ სიყვარულით იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ჩემთან მოდიან და ძალიან მახარებს ხოლმე ის შედეგები რასაც ვხედავ და ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქმის სიყვარულით კეთება ხო ხო ეხლა შედეგებსაც რო შევეხოთ კიდე და მაგამდე მაინტერესებს შენ უშუალოდ აი თერაპიის დროს უმეტესად იყენებ თასებს ხო როგორც ვიცი არა აი ხო რა გაქვს არსენალში შენი ბგერითი კურნებისთვის მოკლედ ეს რითიც მე უფრო მეტად რა ეს კლასიკურად ვატარებ ხოლმე არის კვარცის თასები ტიბეტურებიც ზოგჯერ შემომაქვს ხოლმე ტიბეტურსაც ან ლითონის თასებს რა განსხვავება არის ტიბეტურსა და კვარცს შორის ანუ უშუალოდ ჰერცები სხვადასხვა ვიბრაციები თუ აი მასალაც რითიც არის მასალა რა თქმა უნდა სხვადასხვა არის ეს კრისტალია მასალა საერთო შედეგზე აქვს მე გავლენა თუ აი კი ნახე როგორ არის შენ კვარცის თასი და ტიბეტური შეგიძლია ერთად იხმარო თქვათ კვარცის თასს როდესაც შენ უკრავ იმას დიდხნიანი რეზონანსი აქვს უფრო ვიდრე ტიბეტურ თასს თუმცა ტიბეტური თასი უკეთესია სხეულთან ახლოს გამოსაყენებლად. სხეულზეც რო დადო ეგეც შეიძლება ხო? ანუ ტიბეტური შეგიძლია რომ სხეულზე დადო და იმაზე გამოიყენო ინდივიდუალურად. ვიბრაცია პირდაპირ შეუშვა ხო? პირდაპირ სხეულში კვარცის თასს ვერ დადებ სხეულზე. ის შეგიძლია სხეულთან ახლოს ან თქვათ აი ჯგუფებში ეს ერთად რაღაცა კომბინაცია. ფუნქცია და კულტურა აქვს ესე ვთქვათ როგორც კი, თავის დანიშნულება აქვს ორივეს და ორივე ერთად ძალიან კარგად შეგიძლია გამოიყენო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ან რეალურად
კვარცის ასეთ დაკვრა არ არის რთული, თუმცა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდე პროტოკოლები, რომელიც აქვს და არის ძალიან ისე კაცრად გაწერილი პროტოკოლები, რომელიც უნდა დაიცვა. ანუ პროტოკოლი მოიცავს ალბათ აი სიხმამაღლეს რა დონეზე უნდა დააჟღერო. წამში რამდენი წუთში რამდენი ინსტრუმენტს ხმარობ? ამას შეიძლება კონდეს გავლენა ადამიანზე. იმიტომ რომ თუ თქვათ ერთ წუთში ძალიან ბევრ მოქმედებას მოახდენ, შეიძლება აი ეს anger release რო ეძახიან, აი ამოტანა მოხდეს, რაც ეს არ არის რელაქსი უკვე. და შეიძლება ხშირად არის ხოლმე რომ აი მოსულან და მინდა ვთქვათ რომ აი რაღაცაზე ვიყავი და ვთქვათ აი პანიკური შეტევა დამეწყო. ეს შეიძლება გამოიწვიოს იმან, როდესაც შენ ერთ წუთში ძალიან ბევრ ინსტრუმენტს ხმარობ. რომ გადაიტვირთა იმის რაღაც ემოციური სხეული და გადაიტვირთა და ამოვიდა ეს ყველაფერი. თუ მოთხოვნა ამაზე არის, თქვათ მე ინდივიდუალურად მირჩევნია, მე არ ვარ მომხრე ძალიან ინტენსიური ჩაჭერების. ეს ინდივიდუალური სესიებიც არის, ხო? გერით კურნები, იმიტომ მე რაც მინახავს უმეტესად თუ ჯგუფურად არის ხოლმე. და ინდივიდუალურებიც არის, ხო? სიტყვაზე მე შემიძლია შენთან მოვიდე და ვიტყვი რომ ხო თერაპია მინდა მთლიანად. კი, თუ არის მოთხოვნა იმაზე, რომ თქვათ შენ გინდა რომ აი ეს ყველაფერი ამოიტანო, რა თქმა უნდა, თუმცა იმ ჯგუფში, როდესაც ბევრი ადამიანი მოდის, ყველა არ არის ამისთვის მზად. ამიტომ მე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად უფრო ნეიტრალური ის დავიჭირო, ისეთი რომ ყველასთვის მისაღები იყოს ამ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რა, რომ შეიძლება ადამიანს რაღაცა თვითონაც რთული გზა ქონდეს გავლილი და ან თქვათ იმ დღეს მქონდეს სტრესული დღე და არ უნდა გავამრავლო ეს ჩემი გამოცდილება იმ ადამიანებზე, ვინც ჩემთან არის მოსული რა. აი ამ საზღვრის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანთან მუშაობ და რაღაცნაირად სიფრთხილით და სიყვარულით მოეკიდო, ხო? ფაქიზად ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ ვეხებით მათ უხილავს სხეულებს, რაც არის ენერგეტიკული სხეული, სამშვინველი, რასაც ვერ ვხედავთ და ხო, მან ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო და შენ როგორ თქვი, პროტოკოლი და ცოდნა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დავიჭირე თასი, გავაკეთე და რაღაც არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, ხო, რეალურად. პასუხისგებლობას იღებ შენ მაგ დროს იმ ადამიანზე ეგრე გამოდის, ხო? კი, თასები რეზონირებს როგორც ჩვენ ფიზიკურ სხეულზე, ასევე ჩვენს ენერგეტიკულ სხეულებზე. ჩვენ 70% სითხისგან შევდგებით, შესაბამისად ჩვენს სითხეზე ორგანიზმში რა სითხეც არის ამაზე აქვს ძალიან დიდი გავლენა. ეს სითხე იწყებს მოძრაობას აქტიურად. ჩვენ სხეული ძალიან ჭკვიანია, ხო? და ზუსტად იცის სადნო მიმართოს, აი სადაც დახმარება ყველაზე მეტად გჭირდება, იქეთ მიმართავს ამ ყველაფერს. სხვათა შორის იმუნიტეტზე აქვს ძალიან კარგი გავლენა, იმუნიტეტს ამაღლებს. და უბრალოდ აი ეს არის რა ცოდნა არის ის რომ თქვათ იგივე ინტერვალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა ნოტთან ერთად უკრავ. ხო, აქაც არის 7 ნოტი. კი. ჩვეულებრივად ჩაკრებთან რამე კავშირში არის ნოტები თუ კი, არის ჩაკრებთან, თუმცა ჩემი გამოცდილებით 300-ით შეგიძლია ყველა ჩაკრა დაამუშავო. მართლა? კი. ალბათ ზონებად რო იყოს, ხო, რაც ქვედა, შუა, ზედა. ხო, ანუ აი თუ მიყვები რა იმ გაიდლაინებს დაკვრის, მაშინ შეგიძლია რომ 300-ით დაამუშავო სამივე ენერგეტიკული ცენტრი, იმიტომ რომ რეალურად ის ვიბრაცია თავის საქმეს აკეთებს. აქ თავარი არის რეალურად აი პითაგორა, ხო? აი პითაგორას რომ მიყვე რომ მეზობელ ნოტებს ერთმანეთი არ უყვართ, ეს არის იდეალური, რომ გადმოიტანო ბგერით თერაპიაში ის რომ მაგალითად დოდა რე ერთად არ უნდა დაუკრა. იგივე არის ზუსტად. ხო, ანუ აი რამდენიმე ბუნებრივი კანონი არის უნივერსალური და აქაც იგივენაირად მუშაობს. მეზობლებს არ უყვართ ერთმანეთი, შენ როცა უკვე ეს გამოცდილება გაქვს, შეიძლება რაღაც მომენტში პირიქით გჭირდებოდეს ამის გამოყენება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სწორი ინტერვალები არის ერთი ნოტის გამოტოვებით. ანუ ტოვებ და იმას მე უბრუნდები. კი, აი მაგალითად შენ შეგიძლია გააკეთო C, E და G. ხო. და იცი ტერმინებით არ მიყვარს ხოლმე ლაპარაკი, იმიტომ რომ ყოველთვის გასაგები არ არის რა, მაგრამ ნოტები რაც არის სახელები ნოტების, ხო. C და G მაგალითად ერთად არის იდეალური კომბინაცია. ხო. და მე უბრუნდები რაც გამოტოვებულია ის უკვე სხვა, ხო, ცალკე არის, ხო. D, F და B. ხო. მაგალითად. და ეს თასების შემთხვევაში, ხო, და ეს თასების შემთხვევაში და ის სხვა კიდე რა მეთოდები არის, ანუ დიჯრიდუ ვიცი ერთი. კი, დიჯრიდუს მე არ ვხმარობ, მე ვხმარობ ლითონის და კრისტალის თასებს, ასე მაქვს ალქიმიური თასები, ალქიმიური ცოტა სხვა რაღაცა ეგ არის. უკვე ალქიმიური თასი რა არის? ალქიმიური თასი არის სხვა პრინციპით მზადდება. მაგრამ მაგასაც ეგეთი ფორმა. გამჭირვალეა.
გამჭვირვალეა, კი და ის სხვანაირად ეს თუ დაფშვნილი კვარცისგან არის გაკეთებული, ის სხვანაირად მზადდება. მაგრამ ისიც კვარცია? ისიც კვარცია, ბროლი არის. ოღონდ იმაში შეყავთ დამზადების დროს სხვადასხვა მინერალები და ამიტომაც რომ გახედავ სხვადასხვა ფერები დაკრავს ხოლმე. იმიტომ რომ ესენი შეყავთ და იმას ყველას თავისი რეზონანსი აქვს, ყველას თავისი სიხშირე აქვს და სხვანაირად რეზონირებს. უფრო მეტი ოვერტონები და ანდერტონები აქვს, სხვანაირია. ხო, სხვა, ესე ვთქვათ, სხვა ძვირფასი სხეული არის, ალბათ, ხო და მაგიტომაც სხვა ჟღერადობა. სხვა ჟღერადობა. და შენი აზრით გვაქვს ისეთი მასალა, რაც ჯერ არ გამოგვიყენებია და შეიძლება ძალიან მაგარი ეფექტი ქონდეს თასად რო გარდაიქმნა სიტყვაზე. აუცილებლად გვექნება. ხო, აი რა, ანუ კი, იმიტომ რომ ეს ხო არ სრულდება რა, ამ რაღაცების აღმოჩენა არ სრულდება, როგორც ჩვენ გზაზე, ასევე სამყაროშიც, ხო? ანუ ეს სულ ვითარდება. ყველაზე დიდი შიში ჩემი არის ის, რომ ერთ დღესაც არ მეგონოს, რომ ყველაფერი ვიცი. და დავასრულე განვითარება, იმიტომ რომ ეს ალბათ ყველაზე დიდი მტერი შეიძლება ისევ შენ იყო შენი თავის, ხო? რეალურად, როდესაც თქვა გადაწყვიტავ, რომ რაღაცა მორჩა, ყველაფერი იცი უკვე და შეგიძლია რომ არა, რა თქმა უნდა, ეს არ სრულდება ეს პროცესი, სულ რაღაცა სხვა შრეებში შედიხარ, სხვა სიღრმეებში შედიხარ და აი მე პირადად მიყვარს აი ეს თვითშემეცნების პროცესი და რეალურად ყველას გამსწავლობ, ვინც ჩემთან მოდის. ხო. აბსოლუტურად ყველას გამსწავლობ. ყველა იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეხება მაქვს საერთოდ. ხო, ეგ ძალიან მაგარი მეთოდი არის და ხო, მაგროს ღია ხარ სამყაროს მიმართ, ეგრე გამოდის. კი, იცი რატო? იმიტომ რომ მე გავიარე ის პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც მიწევდა ბრძოლა სამყაროსთან. და აი ეს რაც მებრძოლის როლის შეთავსება და ზოგჯერ საჭიროც არის ეს რა. აბსოლუტურად. ზოგჯერ რომ აი იბრძვი, იმიტომ რომ ეს ენერგია გჭირდება, რომ რაღაცები დაალაგო ცხოვრებაში. მაგრამ როგორც კი დგება ის მომენტი, როდესაც შენ აღიქვავ, რომ შენ ხარ ამ სამყაროს ნაწილი და შენ განცალკევებული აღარ ხარ ამ სამყაროსთან, აი იქ მთავრდება ეს ბრძოლა. ხო. იმიტომ რომ მე და სამყარო, მე და შენ თუ ერთნი ვართ, მე აქ ეს უნარი აღარ მჭირდება. ხო. და აქ უკვე მხოლოდ სიყვარულია, ხო? სხვა ხარისხში გადადის. სხვა ხარისხში გადადის და ნებისმიერი ადამიანი ჩემი ნაწილია, რომელიც მოდის ჩემთან. ნებისმიერ ადამიანი ვისთანაც მე შეხება მაქვს. ამიტომ არ შეიძლება რომ მე მათზე მაღლა ვიყო, ან მათზე დაბლა ვიყო. ჩვენ ყველანი ერთად ვართ, ერთ კოლექტიურ ველში ვართ და ვიღაცას რაღაცაში აქვს მეტი ცოდნა, ვიღაცას სხვა რაღაცაში აქვს მეტი ცოდნა. ანუ ეს ხო არა. მაგის მე გაზიარებაზე არის და მიწოდება. ხო, ეს რაც სრულდება. უბრალოდ აი ეს არის, რომ აღიქვავ, რომ კი, ეს ძალიან საინტერესო სამყაროში არსებობ. შენ ხარ ესეთივე ნაწილაკი ამ სამყაროს, როგორც ის რაღაცა ხეები არის და იმ პროცესების რა, იმ რაღაცა 4 ასე ვთქვათ, გარდამტეხი ამ სეზონის და მასთან ერთად შენც რაღაცნაირად მოძრაობ, სულ მოძრაობაში ხარ და არ ჩერდება. და მაგასაც როცა აი ეხა ეგ ნახე ეგეც ხო შენ განიცადე რა. აი ყველაფერი მდგომარეობა, აი მაგას რო განიცდი, მანდ ავტომატურად მოდის აი უდიდესი მადლიერების შეგრძნება, რომ აი ყველაფრის მიმართ, რომ აი რა მაგარი რამე არის ეს სამყარო ეს რა. აი როგორ არის მოწყობილი, აი როგორი სიზუსტით და გემოვნებით, ყველაზე მაგარი გემოვნებით. აი ხშირად მაქვს ხოლმე, რომ აი უბრალოდ აი რო გავიღვიძებ და გამოვალ და რაღაცა ქალაქგარეთ ვცხოვრობ, ეს გადავწყვიტე მეც რაღაცნაირად, რომ აი უფრო იქეთ წავსულიყავი და ეზოში რომ გამოვდივარ და აი რაღაცა სხვა სიხშირეზე ჭიკჭიკებენ ჩიტები, იმიტომ რომ ჩიტები ხო იცი რომ ქალაქში სხვა სიხშირეზე ჭიკჭიკებენ და ქალაქგარეთ სხვა სიხშირეზე, იმიტომ რომ აქ უწევთ რომ ერთმანეთს რომ გააგებინონ, უნდა გადაფარონ ქალაქის ხმაური. და შესაბამისად ხმას იცვლიან. და იცვლიან. ხმას. ახლა გარვიცად რა. და ქალაქგარეთ სხვა სიხშირეზე ჭიკჭიკებენ. იქ აქვს თავისი ნამდვილი სიხშირე, იმიტომ რომ იქ არ უწევთ რაღაცეების კეთება. იქ არიან შესაბამისად ჩვენს მგონია რომ ხო, ჩვენს სხვა სიხშირეზე მგონია რომ ვიბრირებთ, ასე ვთქვათ, როდესაც ბუნებასთან ახლოს ვართ, ხო? ეგ რეალურად ხო ბუნება არის ჩვენი ნამდვილი ჰაბიტატი. ჩვენ ხო მაქედან მოვდივართ, მაგის ნაწილი ვართ და დღეს რაღაცნაირად გაუცხოებთ რაღაცა სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ რაც მე დროს ვატარებთ გიფსოკარტონებში, უფრო ვიდრე ხო, ნუ ეგრე დაალაგდა თვითონ კაცობრიობის სისტემას სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ეს რაღაცა რყევებს ჩვენში რა და რაღაცა აი ამ სიგნალებს უშვებს, რომ დაუბრუნდეთ უკან იქ, საიდანაც მოვდივართ, სადაც ჩვენი ადგილი არის.
შენ თუ გაქვს დაკვირვება, ალბათ გექნება ხო ბუნებაშიც გაკეთებული ბგერითი თერაპიის ისენი. რამე სხვაობა იყო ბუნებაში გაკეთებულსა და ქალაქში? ალბათ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ყველა ქალაქსაც ხო თავისი სიხშირე აქვს, ეგრეც არის, რომ ნახე როგორ არის, თავის პლუსები და მინუსები აქვს. დახურულ სივრცეში ის ვიბრაცია უფრო აქტიური არის, იმიტომ რომ დახურულია და კიდე მაღალი ჭერი თუ არის, კიდე უკეთესად რეზონირებს და გარე სივრცეს რაც შეეხება გარეთ კარგია, იმიტომ რომ თქვა ბალახში თუ ხარ და ეს რაღაცა დამიწება, უფრო ხდება კარგად, თუმცა იქ უფრო იშლება ეს ბგერები, ვიბრაციები და ეს ყველაფერი უფრო მეტად გაშლილი არის, არ არის ესეთი კონცენტრირებული და ასევე მწერები. აი, მან რა ხდება ხოლმე, ჩემთან არ მოდიან, იმიტომ რომ მე როცა უკრავ და აქ ძალიან ძლიერი ვიბრაცია, ჩემთან მწერები არ მოდიან. ისენიც გძნობენ ყველაფერს. მაგრამ ის წერს ჩემთან სესიაზე მათ უტევენ ხოლმე. ანუ ყველა ცოცხალი არსება სცენარეებიც კი სხვა ალბათ, ეგეც სხვა ექსპერიმენტები რომ სცენარეებს რო ბეთჰოვენს რო ასმენინებდნენ და მალე რო ხარობდნენ ეგეთი, ანუ ამ ხმაზეც იქნება სავარაუდოდ დიდი რეაქცია. არის ეს ექსპერიმენტი, ეს არის 422 ჰერცი, რომელზეც აი ეს გამოიკვლიეს და ნახეს რომ მატერიაში როგორ ითარგმნება რეალურად რა, როგორ ფორმებს იღებს, როგორ კრისტალიზდება. აი მაგაზე მინდოდა მეკითხა, შენ რო თქვი რომ ჩვენ ხო გვაქვს სითხე, წყალი, სისხლი, აი ეგ ექსპერიმენტი მაქვს მეც ნახი, ქვიშას როდებენ რაღაც ზედაპირზე და კონკრეტულ სიხშირებს წვეზე 422 რაღაც სხვა სიხშირები და ეგეც მე ჩავშალოთ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის, აი პირობითად რა არის რისთვის არის კაი. მაგებს როცა ვიბრირებდა ეგ ქვიშა, იცვლიდა ფორმებს და ყველა იყო რაღაცა ეს საკრალურ გეომეტრიას რასაც ეძახიან, ანუ კონკრეტული ისეთი გეომეტრიული მკაცრი, მკაცრ გულისხმობა ესეთი წესრიგი. ყველგან, ანუ ეგ ხო საოცრებაა, რომ აი ეგეთი რაღაც წვრილმანები არის მოწყობილი სამყაროში. და ბგერითი თერაპია თუ აი ჩვენს შიგნით ყოფ სითხესაც რამე ეგეთ ფრაქტალიზაციას უკეთებს, თუ არის ეგეთი ექსპერიმენტი რამე არ ვიცი ან. იცი რა არის, ასე სხეულის დონეზე არ ვიცით, მაგრამ მე რაც ვიცი, ერთი არის, რომ ძალიან კარგი შედეგები აქვს მაგალითად პაპილომა ვირუსზე ქალებში. ეს უკვე ძალიან აი ესეთ medical ენაზე რომ ვისაუბროთ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად პაპილომა ვირუსი, როდესაც არის აქტიური, ეს ხო არ არის ისეთი რაღაც, რომელსაც იმკურნალებ და გაივლის, ხო ეს რაღაც არსებობს ორგანიზმში. თუმცა, როდესაც შენი იმუნიტეტი არის მაღალი, მაშინ ის უარყოფითი არის და არ გიტევს. რაღაცა ექსპერიმენტივით რეალურად მეც ვატარებ გინეკოლოგთან ერთად და გვინდა რომ ეს რაღაცა ხო, აი პროცენტულად ვნახოთ რა მოხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ბგერითი თერაპიაზე სიარულის შემდეგ ნეგატიური მოუვიდათ. ეს არ არის გასაკვირი და არაფერი აქ ჯადოსნური არის, რეალურად ეს არის იმუნიტეტი, რომელსაც ამაღლებს ბგერითი თერაპია და ეს იმუნიტეტი შემდეგ აი თავის რაღაცა ამბავს აგვარებს რა სხეულში. ამიტომ ხო ეს მხოლოდ აქ არა, სხვათა შორის ჩემ მეგობარს პარიზში ცუთხრა ფრანგმა გინეკოლოგმა რომ ანუ ბგერითი თერაპიაზე ხوار დადიოდიო, როდესაც ნეგატიური მოუვიდა და ანუ ეს უკვე იციან დასავლეთში, ხა იგივე ამერიკაში, მაგალითად ძალიან ბევრი ონკოლოგიური კლინიკა, უფრო კალიფორნიაში ქიმიური თერაპიის გადასხმებს აკეთებს აი ამ ბგერითი თერაპიის ფონზე, იმის გამო რომ მედიცინაში შეიჭრა უკვე. მედიცინაში შეიჭრა დიდი ხანია დასავლეთში უკვე, დიდი ხანია და ქიმიოთერაპიის დროს მიმღებლობა ორგანიზმს აქვს უფრო მეტი, ვიდრე თქვათ ამის გარეშე. ასევე თქვათ ძალიან საინტერესო წიგნი წავიკითხე, ხა ვერ ვიხსენებ ამ თვითონ ექიმის სახელს და გვარს, ონკოლოგი არის ამერიკელი, რომელიც საკმაოდ წამყვან კლინიკებში მუშაობდა და თვითონაც ყავდა ერთი პაციენტი, რომელიც იყო ასე ვთქვათ მიდან ჩამოსული ბერი ნეპალიდან და მანაჩუკა ეს თასი ხო და ეს დაინტერესდა ამ თასებით და დაიწყო გამოკვლევა და ეს რო ჩაატარა ეს ექსპერიმენტები იმ ადამიანებთან, აი კლასიკური მედიცინის მკურნალობა უკეთეს შედეგებზე გადიოდა, როდესაც მათთან ხმარობდა ბგერითი თერაპიას, ვიდრე ვისთანაც არ ხმარობდა. და დღეს ეს კაცი ბგერითი თერაპიის გარეშე საერთოდ აღარ მკურნალობს. ანუ ეს ერთად ჩაინტეგრირა, ხო? კი, ჩაინტეგრირა. ანუ მე მაინც ხო დღემდე მეგონა რომ ეს იყო რაღაც ალტერნატიული მედიცინა. მაგრამ უკვე კლასიკურ და ესე ვთქვათ საჯარო მედიცინაშიც აქტიურად არის და აქტიურად იყენებენ. ალტერნატიული მედიცინაში ჩვენ ვეძახით, რაც
ჩვენ ვიცოდით ინტუიციურად საუკუნეების წინ. და რეალურად ეხლა ეს ყველაფერმა გაიღვიძა და ბრუნდება უკან. ეს ცოდნები ოღონდ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული ფორმით. იმიტომ რომ მანდ ეხლა შეიძლება კიდე ეხლა უმეტესად ალბათ ეგ მედიცინაც თასებით ხდებოდა. ეხლა შეიძლება იქ უკვე რაც ულტრაბგერებიც იხმარონ არ ვიცი და კონკრეტული სიხშირის რაც უკვე შეიძლება თასს აღარ ეხება თუმცა აი რხევასთან და ვიბრაციასთან იყოს კავშირში. მე წავიკითხე ხე ცოტა ხნის წინ კვლევა კი არა FDA-მ დაამტკიცა უკვე ერთ-ერთი მკურნალობის მეთოდი სიმსივნურ წარმონაქმნებზე ბგერით, ვიბრაციით და წყლით. ზუსტად არ ვიცი როგორ მუშაობს ეს. თუმცა აი უკვე დამტკიცებული არის, რომ აპატარავებს. ხო. ნუ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ. ძალიან, აი ხავართ აი მაგ ექსპერტ. ხო, მაგრამ ეხლა ვართ მაინც აი ამ როგორც თქვი, რაღაცების გახსენების ისევ ინტუიტიურად და ამ გახსენების ჩაინტეგრირებასთან რაც გვაქვს აი საჯაროდ სიტყვაზე მედიცინა იქნება ეს რაც არ უნდა იყოს მოკლედ და ძალიან მაგარი არის ლიკრო შენც ანუ საქართველოში მაგ საქმეს ეწევი რომ აი ნელ-ნელა შეკავს ეს და ხო იმედია მალე ძალიან პოზიტიურ შედეგებს წელია ძალიან აქტიურად ვარ ამ სფეროში ან 5 წელია რაც ხო მაგრამ მედიცინა დასაწყისიდანვე იყო ეს ხო რო თქვი გინეკოლოგთან ერთად არა ეს ეხლა უკვე განვავითარე უფრო ეს რაღაცები და იცი რა რაღაც მემატე თვითონ მოდის რა რაღაცები ხო იცი რაც სწორ გზაზე რო ხარ შენ თვის და რაღაცა სწორს აკეთებ ანუ შენს ასაკეთებ შენს ასემსახურები მაშინ რაღაცები იხსნება ხოლმე ეხლა თქვა სხვათა შორის ასევე გავხდი mainly mainly ამბასადორი გერმანული ინსტრუმენტების ხო mainly 2014 წლიდან აწარმოებს ბგერითი თერაპიის ინსტრუმენტებს და საქართველოსდან მე ვარ მათი ამბასადორი ხა მივდივარ ტრენინგზე გერმანიაში სხვა საუნდ ჰილერებთან ერთად სოფლიოსი და ძალიან მახარებს ის რომ სხვებიცთანაც გავაზიარებ ჩემ გამოცდილებას ისენიც გამიზიარებენ თავისას და რაღაცა კიდე ახალს ჩამოვიტან აუცილებლად იქიდან. აბარა ყველაფერი მაგრა ახალ იმას მოგწევს განს რომ საქართველოში ჩამოიტანა. კლასიკურ თვითონ სესიაზე ხმარობ ტიბეტურს კრისტალის თასებს სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტებს რაც ეძახიან ხო ეს წვიმის ჯოხი იქნება ocean drum-ი იქნება გონგს ხშირად არა მაგრამ გონგსაც ხმარობ ხოლმე და ხომ არა ეხლა უფრო ხშირად მომიწევს იმიტომ რომ ზუსტად მე ინლიმ გამომიგზავნა ხე ინსტრუმენტები ახალი სადაც გონგი შედის და ხო თუმცა ტრენინგი გავლილი მაქვს ყველა საუნდ ჰილინგის ინსტრუმენტზე გონგსაც თავისი მოპყრობის ეტიკეტი აქვს ხო ალბათ იქაც გონგი არის ძალიან მძლავრი აი მაგალითად ფეხმძიმებთან არ შეიძლება არაფრით გონგის გამოყენება ეგეთი ისენიც ხო რომ ფეხმძიმესა შეიძლება ეს თყვაზე აი ვისაც რაღაც კონდიცია აქვს იმასთან არა მე ფეხმძიმებს არ ვუშვებ ჩემს სესიებზე კარგი განზრახვით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას ფეხმძიმობა არის ძალიან ინდივიდუალური და მაინც ვუფრთხი ახლა რადგან სითხეზე ესეთი ძლიერი გავლენა აქვს ვიბრაციას, მირჩევნია ხოლმე რომ შემდგომ პოსტმშობიარობის შემდეგ ძალიან კარგი ეფექტი აქვს და ძალიან კარგად უწყობს ხელს ასე ვთქვათ აი ამ რას ნორმალიზებას ჰორმონებისაც, ემოციური მდგომარეობისას და ამიტომ ხო ფეხმძიმების არ შეიძლება. გონგს რაც შეეხება, გონგი ჩემმა მენტორმა, მეორე მენტორმა უკვე ვისთანაც IPHM-ის ტრენინგი გავიარე. მარკომ მითხრა ესეთ რამე, რომ გონგი არის სარკეო. შენო თუ არ გრძნობ ძალიან სტაბილურად შენ თავს ძალიან ემოციურად სტაბილურ მდგომარეობაში თუ ხარო არ ხარო ჯობია რომ არ დაუკრა გონგზე იმიტომ რომ შენ რასაც ჩადებ გონგში ის გამოდის უკან შესაბამისად როდესაც თან გონგს ააქეს მომენტი შეიძლება ეშხში შეხვიდე და ვერ მოზომო და ძალიან მძლავრი არის და ამიტომ ხო ადამიანებთან რომ მუშაობ ძალიან ჭირდება სიფრთხილე ამ ყველაფერს რა ეს ხო არ არის თამაში ეს არის ადამიანების კარგად ყოფნაზე ლაპარაკი ხო? ეხლა ბევრი სავარაუდოდ შეიძლება ეხლა ვინც გვისმენს არ იცის რა არის ეს ბგერითი თერაპია რაღაც ეს არ არის რაღაც სახუმარო ეს არის სერიოზული როგორც თქვით ალტერნატიული ერთგვარი კურნების და რელაქსაციის ღრმა რელაქსაციის გზა და აი თუ შეგვიძლია მაინც რომ ეხლა ვინც არ იცის რა წარმოადგენს შევქმნათ აი როგორი არის შენთან აი ტიპიური სესია ამ ბგერითი თერაპიის იმიტომ რომ შენ ასევე ახსენე რომ მედიტაციებსაც ვაკეთებ რაღაც აი ხო როგორი ერთგვარი დრამატურგია და თუ გაქვს შენ რამე შენი პირადი გზები, რაც შენი პირადი რიტუალები, აი რამე წინასწარი განზრახვები, აი რასაც აინტეგრირებ ამ სესიებში. ხო, აი განზრახვა, აი რაღაცა განზრახვა რომ ახსენე, მაგას ვიტყვი, რომ სხვათა შორის ამაზეც ჩავატარე ექსპერიმენტი მე თვითონ განზრახვაზე. იყო სესიები, სადაც შევდიოდი განზრახვის გარეშე.
და იყო სესიები, სადაც შევდიოდი განზრახვით. და მინდა გითხრა, რომ ძალიან განსხვავდებოდა ის სესიები, სადაც განზრახვით შევდიოდი იმისგან, სადაც არ მქონდა განზრახვა. თვითონ ახლა მე რა ხო აზიარებენ ხოლმე თავის გამოცდილებას და აი რაც ჩათქმული მქონდა ხოლმე, აი ის მოდიოდა. ხო და ღიმილს რო ვერ ვალავრო აი გამოგივიდა. აი ეს არის მხელა ბედნიერება ჩემთვის იმ ადამიანების გაბრწყინებული თვალები, რომლებიც მოდიან და აი რაღაცნაირად თითქოს განახლებული გულით და განახლებული გონებით გადიან ხოლმე, არ ვიცი, აი ეს რა დღირს მართლა, ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ხო, განზრახვას ყველაფერში აქვს ძალიან დიდი ძალა. აი რაღაცას რა, გულით რო ჩაუთქვავ რა და ამიტომ რომ შევდივარ ხოლმე ყოველთვის რაღაცას ვუთქვავ, რომ აი მე მინდა რომ თქვა ეს ადამიანები პირველი რა თქმა უნდა სიყვარული. სიყვარულის გარეშე არაფერი არ მუშაობს მით უმეტეს ამ სფეროში. ხო? და ის რომ რაღაცა სხვადასხვა ზოგჯერ არის რომ რაღაცა აი სურვილებზე ვამუშავებ ხოლმე ზოგჯერ არის რომ რაღაც გაშვებაზე სხვადასხვა რაღაცეებზე მე ჩემი სესია შედგება 3 ნაწილისგან ხოლმე პირველი ნაწილი არის გიდირებული ვიზუალური მედიტაცია სადაც სხვადასხვა თემებს გავდივართ უკვე როდესაც მოშვებულ მდგომარეობაში არის ორგანიზმი და სხეული მაგ დროს შემომყავს უკვე ბგერები მაგ დროს ყველა წევს ხო ყველა წევს შემომყავს ბგერები მიდის უკვე ბგერითი თერაპია, ბგერით და ვიბრაციებით სხეულის დამუშავება, სხეულის გულისხმობ არა მარტო ფიზიკურ სხეულს, რა თქმა უნდა, ჩვენი ენერგეტიკულ სხეულებსაც და შემდეგ უკვე ბოლოს ჩვენ ვასრულებთ ხოლმე ბგერითი სუნთქვითი ვარჯიშებით. და სხეულის რაღაცა მოძრაობებსაც ზოგჯერ ვაკეთებინებ უფრო მეტი რაღაც დამიწებისთვის, იმიტომ რომ ამის მერე აუცილებელი არის ეს და ხო, მე ბაზიარებთ ხოლმე ერთმანეთთან ამ რაღაცა მიზიარებენ ხოლმე რა იგძნეს, როგორ იგძნეს და ეს რაღაცა საუბრებით გვაქვს ხოლმე. ხო. საშუალოდ რამდენი ხანი გრძელდება? იცი როგორ არის, აი თვითონ სესია, აი თვითონ ბგერით თერაპია, მედიტაციის 1 საათი არის ხოლმე, თუმცა მე კიდე 1.5 საათი ვსაუბრობთ ხოლმე და ხო ხან ისე ხან ასე. ხო. და კიდე რა მაინტერესებს, ვიცი ახლა ამას წინათ ვნახე, ბალიზე ქონდათ რაღაც სასტუმრო არის potato head ბალი და მაგათ ედოთ ეგეთი სტორი რომ ეს გონგი ედგათ შუაში, ირგვლივ თასები და ანუ ხალხი როგორ იყო, იცი? ანუ ეს შუაში იყო გონგი და იმ მზის ფორმაზე, ანუ ირგვლივ იწვნენ რა, ანუ და ვა რა მაგარია თქვი, იმიტომ რომ ეგეთი ის არ მქონდა დანახი და ანუ მანდაც არის რამე სპეციფიკა ამ შენ თასებს და გონგს სად დადგავ თუ ანუ იცი რა არის ეს ხო ეს წრეს ხო ის თავისი დატვირთვა აქვს რა წრის შეკვრას და რაღაცა ენერგიის კონცენტრირებას ამ შემთხვევაში ჩემთან იმის გამო რომ ყველა არ არის გამოცდილი ვინც მოდის და იმ ჯგუფში შეიძლება თქვა ვიღაცა პირველად იყოს ამას ვითვალისწინებ ყოველთვის და ამიტომ უმეტესად ჩემთან წვებიან ხოლმე ფეხებით ჩემსკენ თავით იქეთ იმიტომ ეს არის ინტენსიური ვინც ბევრჯერ არის ნამყოფი იმას პირიქით არის ის თვითონ წყვეტს რომ შეიძლება უფრო მეტი ინტენსიურობა უნდა და თავით ჩემსკენ ტრიალდება ვთქვათ. ხო, ანუ უშუალოდ ხო როდესაც შენი ყურები არ მიმართული წყაროსკენ საიდანაც მოდის ხო, ანუ ეგ უფრო ინტენსიური შედება. ხო, თუმცა მარტო თავიც არ არის სხეულის ყოფის გრძნობს და ვინც პირველად არის იმათ ურჩევ ხოლმე რომ ცოტა მოშორებით დაწვნენ. პირველ 2 ხაზში უფრო ვინც ნამყოფია და იქეთკენ ვინც ხო და რამე არის ესეთი ბგერით თერაპიაში რომ სიტყვაზე აი კავკასიური იოგაში იყო რომ ну, შეიძლება წავიკითხე რომ შენ რო ზიხარ აი მზე საიდან წამოდის აღმოსავლეთით იქეთ უნდა იყურებოდე. აღმოსავლეთით ხო. და აქ არის რამე ეგეთი სპეციფიკები თუ თავისუფლება არის მაგ. იცი რა არის, ხო, შეგიძლია ეგეც დაამატო რა თქმა უნდა და თქვა საშუალებას თუ გაძლევს სიცეცაც გააბარა. ყოველთვის ამის ფუფუნება არ გაქვს. თუ ამის შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. ვახ, ძალიან მაგარი არის, ანუ რამდენ საშუალებას იძლევა აი სივცეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდგინე რომ აი ესეთი ადგილები ბუნებასაც რო შევეხეთ, სადაც უფრო მაღალი ვიბრაციები არის, მაგალითად უფრო მაღალმთიანი რეგიონები იქ ხო ზოგადად სხვა სიხშირე არის, სხვა აი სასიცოცხლო ენერგია, სხვა პრანა არის, მან და ეგეთი თერაპია ალბათ საერთოდ ძალიან ღრმა სამუშაო პროცესი იქნება, ძალიან ღრმა სხვანაირად მუშაობს. ხა იმიტომ ის დამატებითი თან იგივე აი ბუნების ეს ძალა ბუნების ენერგიაც როცა შემოდის და ეს კოლექტიურში კიდე სხვანაირად აისახება ეს ყველაფერი. და შენ კოლაბორაციული რამე გიცდია რომ სიტყვაზე შენ რო იყო თასებით ვიღაც სხვა იყოს გონგზე, მე რო ვიღაც დიჯრიდუზე ეს ყველა ინსტრუმენტი რაც ბგერითი თერაპიის არ გულისხმობ რომ ყველა ერთდროულად ჟღერდეს, მაგრამ ანუ აი მაგ ესე ვთქვათ
სესიაში ყველა მონაწილეობდა. ძალიან მინდა რომ ეს გავაკეთო სხვათა შორის. აი ახლა მომიწევს ეს ზუსტად mainly იმაში რომ წავალ ریتრიტში, სადაც შევიკრიბებთ სხვადასხვა საუნდ-ჰილერები, ვინც რეალურად სხვადასხვა ინსტრუმენტებს, სხვადასხვა ტექნიკებს ხმარობთ და იქ რეალურად ყოველდღიურად ფაქტობრივად ერთი კვირა იქ ვიქნებით და ეს იქნება სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ერთად დაკვრა და გაზიარება. ძალიან მინდა აქაც რომ რაღაც ეგეთი მოხდეს. ახლა მე რაც გამიკეთები არის აი ტატა ლებანთან ერთად 5 რითმის და ბგერითი თერაპიის შერწყმა, რაც ძალიან მაგარი იდეა არის. იმიტომ რომ 5 რითმის მეც ვექონდა რომ ბოლოს ხო აი წვები და მაგ დროს რო იწყო ბგერითი არის აი ბონუსი მართლა. ხო, იმიტომ რომ რეალურად ხა ფიზიკურ სხეულში რამდენი რამეა ხო? შიგნით რამდენი რამე ზის ხო ჩვენი სტრესები, რაღაცა გამოცდილებები, რაღაცნაირად ჩაკირული არის ხოლმე სხეულში და ტატასთან ძალიან კარგად ხდება 5 რიტმში ამ ყოველფრის გამოტანა, ხო, გამოფერთხვა ასე ვთქვათ და მეერე კიდე ზემოდან ეს ბგერითი ფანტასტიურად აი სხეულ ფიზიკურ და ენერგეტიკულ სხეულებს უკვე ძალიან კარგად იმაშვება, აბალანსებს ერთად. ხო, ეგეც შეიძლება საინტერესო იყოს, რომ მანდაც კიდე რაღაცები ხო მგონია რომ მაგარი მოედანი არის, რომ უფრო გაფართოვდეს ეგ. მე ძალიან მიხარია ზოგადად, რომ საქართველოში ესეთი ინტერესი გაჩნდა და ესე წამოიწია ეს ყველაფერი. აი მაღლა ხალხი მაგის მიმართ. ხო, უფრო რაღაცნაირად და ხვდებით, რომ რაღაც არ არსებობს ლიმიტები და აი ეს რაღაც საკუთარი თავის ძიების სხვადასხვა ტექნიკებით ხო ვიღაცისთვის ის მუშაობს ვიღაცისთვის ეს მუშაობს რამდენადაც განსხვავდებით ჩვენ და რეალურად ამაში არის ხო რაღაცა ჩვენი სილამაზე რომ ყველანი განსხვავებულები ვართ და ესე განსხვავდება ჩვენი გზებიც ხო შესაბამისად იმ გზებზე რა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ამ თვით შემეცნებისთვის ესეც ძალიან ინდივიდუალურია. კი, ხელსაწყოები არის როგორც სხვადასხვა დინარეები ერთ საბოლოო დანიშნულების წერტილში და რა მაინტერესებს ახლა რო შეადარო შენი თავი როცა დაიწყე ბგერითი თერაპია და ეხა სადაც ხარ ანუ რამხელა ტრანსფორმაციები მოხდა შენში იმიტომ რომ როცა სხვებსაც უკეთებ ამდროულად ხო შენ თავსაც უკეთებ ყოველთვის და სულ ხარ აი ამ პროცესში იხარშები ამ განწმენდის თერაპიის და თვით შემეცნების და აი ეს პერიოდი რაც შენ დაიწყე ბგერითი თერაპიის კეთება რა მე მნიშვნელოვანი თუ აღმოაჩინე კიდე დამატებით საკუთარ თავზე ხო აი რა შეიცვალა შენში ეგ მაინტერესებს ძალიან ბევრი რამე თვითონ რა თქმა უნდა ადამიანებთან რომ მუშაობ როგორც სხვას ეხმარები, შენ თავსაც ეხმარები, ეს ხო ძალიან გადაჯაჭვულია რა, სხვისი კურნება და საკუთარი თავის კურნება, როგორც თქვი რომ ჩვენ ერთნი ვართ. ხო, ჩვენ ერთნი ვართ. და შესაბამისად ეს პროცესი რა თქმა უნდა, ჩემშიც ძალიან ისეთი მძლავრად წამოვიდა და კიდე უფრო მეტი ენერგია მომცა და კიდე უფრო მეტი სურვილი და აღქმა იმისი, რომ საზღვრები არ არსებობს. ხო, გაგიმყარა უფრო ეგ, ხო. კი, არ არსებობს საზღვრები, არ არსებობს დასასრული. იმიტომ რომ აი რაც უფრო მეტ სწავლობ, უფრო მეტი გეხსნება კიდე წინ, უფრო მეტი იხსნება, უფრო მეტი კარი იხსნება, სადაც უნდა შეხვიდე და აღმოაჩინო რაღაც ადგილები, სადაც არ ხარ საერთოდ ნამყოფი. ხო. აი ეს არის ძალიან მაგარი რა ეს რაღაცა უსასრულო შემეცნების პროცესი და აი ის რომ ადამიანებს ეხმარები და ამ დროს ამ დახმარებასთან ერთად შენთვისაც იხსნება რაღაცა ახალი შრეები რა აი ესე უყურებ ხოლმე რომ გონია რომ ჩვენ რაღაცა ესეთ აი შრეები არის სადაც რაღაცა ერთს ამოწურავ მე გადადიხარ სხვა შრეზე მე იმას ამოწურავ გადადიხარ კლასები არის ხო რაც ერთ კლასს დახურავ მე გადადიხარ უგონთ ეს არ სრულდება არა ხო თავარი არ გაჩერდე და თავარი არ გაჩერდე და სადღაც არ გეგონოს რომ ეს მორჩა ხო თავი ყველაფერი აი რაღაცა ego და აი მაგალითად ხშირად მესმის ხოლმე რომ რაღაცა ego მოვკალიან და ego დავამარცხე რეალურად მაშინ იმარჯვებს ego როდესაც შენ გონია რომ დაამარცხე იმიტომ რომ როგორ შეიძლება დაამარცხო რაღაცა რაც შენი ნაწილი არის მხოლოდ შეიძლება მიიღო ის და მხოლოდ შეიძლება უყურო თვალებში მას იმისთვის რომ მან რაღაცა არა იყოს სიმაღლე შენზე ხო აი გემის მართვა ეგოს არა იყოს იმიტომ რომ მაგალითად იუნგიან უშიც ეგრე არის რომ შენ ეგოს კი არ ამარცხებ არამედ შენი true self-ი რაც არის მაგას უკეთებ აღმოჩენას აი შენ რაც თქვი რომ მართლა შენ რა ხარ ეგო ალბათ ხო სულ იქ თავარია ეგ არ იყოს გადამწყვეტი მამოძრავებელი ანუ ეგ არ იყოს შენი იდენტობა არამედ შენი ის true self-ი მაგრამ უნდა იცნობდე კარგად მას აბა ანუ ამოცნობილი უნდა ყავდეს სხვანაირად ვერ მოახერხებ იგივენაირად როგორც შენი შედევრაც არის ხო ზუსტად ყველა ადამიანში არის
სინათლე და სიგნალე აბსოლუტურად ეს არის დუალობების სამყაროში ვართ და მაგას შენ უნდა მიიღო ორივე მაგრამ მე რაც დაასხავ წყალს აი უკვე შენი არჩევანია და ასევე არის სხვა ადამიანებში შენ სხვა ადამიანიც თუ სიყვარული თუ არის უნდა მიიღო ადამიანი როგორ შეიძლება ნაწილობრივ გიყვარდეს ხო სიყვარული არის მიმღებლობა ხო ზუსტად მიმღებლობა არის აი ნებისმიერი ადამიანი ვისთანაც რაღაც შეხება გაქვს ის უნდა მიიღო თავისი ბნელით და ნათელით თუმცა შენ მე რას მონაწილეობას მიიღებ მისი რომელი მხარის განვითარებაში ეს უკვე არის არჩევანი ხო რომელზე დაასხავ წყალს აი ეს არის რა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ერთმანეთში მოვრწყათ ნათელი. ყოველდღიურობაში უნდა გადმოვიტანოთ ეს, აი ელემენტარული ის, რომ რა ვიცი, აი ძალიან ბანალურამდე რომ ამბამდე რომ დავიყვანოთ ის, რომ თქვათ საჭესთა როზი ხარ, მიდიხარ და უთმობ ვიღაცას გზას, იმას უკვე რაღაცა სინათლე ამოეწია ზემოთ, იმიტომ რომ რაღაცა სიკეთე შეხვდა გზაზე. იმასაც ავტომატურად მერე შეეცვა, ხო, რაღაც აი მაგალითები და ძალიან ყოველდღიურობაში და ადამიანებთან ურთიერთობაში რა. ხო, მანქანისტარება კაი მაგალითია, იმიტომ რომ ეგეც სულ ჩემი ჩელენჯი არის, რომ ის დენად ქაოტური არის, რომ აი მაგ ქაოსში შენ ზუსტად თქვი თუ შეიძლება ეგეთ რაღაც რომ დაუთმო გზას, არ გაღიზიანდე, არ მოგეშალოს ნერვები, ხო, ავტომატურად მაგალითი ხდები შენც და იმედია ისეც შენ მაგალითს გადმოიღებს მოგვაძავს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნათელს გავგზავნი, შენსაც გააკეთებ რა და იმიტომ არის რომ ხშირად არის რომ არ ქონია ეგეთი რაღაც რომ აი რაღაცა გამოვხვედი დღისით შეიძლება კარგხასიათზე ხარ და ვიღაცამ რაღაც უხეშად გითხრა, შეიძლება უცხო ადამიანი იყო და აი რაღაცა დაგელექა ხო ეს სიამოვნო უნდა იმაგაზე იფიქრო შეიძლება შენც აღმოჩნდა ეგეთი ადამიანი ვიღაცისთვის. ხო, აბარა მაგრამ თუ თვით დაკვირვებაში ხარ, რაც ძალიან რთულია, თვით დაკვირვებაში ყოფნა, ყოველ შემთხვევაში ეცადო მაინც რომ აი იყო თვით დაკვირვებაში, მგონია რომ მეტი სინათლე წამოვა ამ შემთხვევაში მოქმედებებში რა. ხო, იმიტომ რომ ის ბნელი მხარე, აი თვით დაკვირვება ხო ისა რომ რეალურად შენ აღმოჩენას უკეთებ, აი ეგ შედარება მომყავს ხოლმე, არ ვიცი, აი ვიდეო თამაშებში არის რომ გმირი როცა არსებობს რაც სამყაროში, სამყარო თუ აღმოჩენილი არ აქვს, ანუ რუკაზე არის სუსი ბნელი არის და როცა შენ წახვალ სხვადასხვა ადგილებში, ანუ ნათელი არის უკვე, აი ჩავთვალოთ, სულ Google Map-ი აქვს რა და აი შენ თავზეც იგივე მგონია, აი მე მაგალითად როგორ ვიყავ ვიცი, ანუ სხვებში რაც მაღიზიანებდა, აი მე თვით დაკვირვება რომ დავუჭ, აღმოაჩინე რომ მე მქონდა ეგ ყველაფერი და აი ვაი მე მეთქი. ანუ ხო, ძალიან დიდი, ამ ძალიან მატრიგერებდა რაღაცეები და მეთქი მე დავიჭერ ჩემი თავი რომ მეც მაქვს ეგ რაღაცეები და მე დავიწყო უკვე სხვა გზით მუშაობა ხო და იმიტომ რომ რეალურად სანთელს მეტი მნიშვნელობა აქვს სიბნელეში ვიდრე სინათლეში და შენ თუ გიჭირავს ეს სანთელი უნდა შეხვიდე იმ სიბნელეებში და შეიტანო რა ეს ნათელი იცი რატო ამბობ ამას ჩვენ ზოგადად ეს რაღაცა ტომურობისკენ ეს მისწრაფება გვაქვს რა ეს გენეტიკაში გვაქვს გენეტიკაში გვაქვს რომ გადარჩენილი ყავით ჩვენ რაღაცას უნდა მივეკუთვნებოდეთ და იმ რაღაცას რომ მივეკუთვნებოდეთ ისეთი უნდა ვიყოთ ხო ამიტომ რაღაც ხრივ რა ვირგებთ ხოლმე რაღაცას ისეც რაც შეიძლება არ ვართ საერთოდ იმისთვის რომ რაღაცას ჩავეწეროთ ან იგივე ვთქვათ გვირჩევნია კომფორტის ზონის ამბავში გავერთიანდეთ ისეთ ადამიანებთან ვინც ჩვენს აზრზე არიან მაგრამ აქ რა არის საშიშროება ის რომ შენ შეიძლება ვეღარ განვითარდე ძალიან თუ ჩაიკეტები და მეორე ის რომ სხვა ადამიანებს უკარგავს შანსს რომ იმას ეზიაროს რაც შენ იცი ამიტომ ის რომ აი ეს შენი ლამპარი თუ რაღაც ნათელი ხელში რაც დაიჭირე და რაც აღმოაჩინე სხვებამდეც მიიტანო და ეს ხიდი არ ჩაჭრა რა ისეთ ადამიანებთან შეიძლება რომელიც გონია რომ არ არის თქვათ შენი ტომიდან ხო ანუ რეალურად დიდ პერსპექტივაში ერთი დიდი ტომი ვართ ყველანი ამ დედამიწაზე. ანუ მე საბოლოო დანიშნულების წერტილი ეგონია რომ ერთნი ვიქნებ. ერთნი ვართ. ხო, ანუ ხო, აპრიორში ვართ, მაგრამ ხო აი რეალობაში არ გამოს, იმიტომ რომ ამდენი ქვეყნები, კულტურები, მაგრამ ნუ ეგეც ალბათ არა, ეგეც საჭირო არის რომ შემდეგ იქამდე მივიდეთ, თუ აი გზა არის ხო, ანუ განუყოფელი ეს ომებიც ეს ყველაფერიც რაღაც ნუ ეს არის ამ სამყაროს რაღაც განუყოფელი ნაწილი თუმცა მგონია რომ რაღაცა ეტაპზე ალბათ ესეც გარდაიქმნება ხო აბარა ყველაფერი იქნება ხო ყველაფერსა თავისი დრო აქვს ხო კიდე ცალკე სხვა სფერო არის და აი მაინც ახლა ძალიან საინტერესო რაკურსით წავიყვანეთ ახლა საუბარი და რა მაინტერესებს რომ შენთან ადამიანი რომ მოდის თერაპიაზე
მაინტერესებს ესე საშუალოდ რამდენი სესია შეიძლება დაჭირდეს რომ რაღაცა აი ეხა ჩვენ როგორც თქვით აი თვით დაკვირვება თვით შემეცნება ეგ ყველაფერი ხო მაინც მაშინ ჩდება როცა შენ რაღაც თანხwebdriverში მოიყვან შენ ენერგეტიკულ წერტილებს რაც გაწუხებდა ასე თუ ისე დაამშვიდებ რაშიც ბგერითი თერაპია გვეხმარება ანუ აი რა მიახლოებით ანუ რა თუ გაქეკ დაკვირვება ანუ რამდენი ხნის მერე იწყებენ ადამიანები ეგეთ უფრო სიღრმეებში ჩაშვებას როცა ის შენ მათ რაღაც დოზენეზე ეს ვთქვათ აი alignments გაუკეთებ ნახე როგორ არის როგორც თქვი არის ძალიან ინდივიდუალური იმიტომ რომ ყველა ჩვენ მდგომარეობა ჩემი შენი ყველას განსხვავდება აბსოლუტურად შესაბამისად ყველა სხვადასხვა დრო ჭირდება პირველი რასაც ვეუბნები ხოლმე რომ მიიღეთ გამოცდილება იმ ფორმით რა ფორმითაც მოდის და ნუ დააფუშინგებთ თქვენ თავს. მიეცით რა ის დრო რაც ჭირდება. ვიღაცას შეიძლება პირველად მოვიდეს და ერთ სესიაში სასწაული შეგრძნებები კონდეს და ანუ თქვათ რაღაცა ეს ენერგიები უკვე ჰარმონიულად იგრძნოს, იმიტომ რომ გერითმა თერაპიამ იცის რომ ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ ინტენსიურად შემოვიდეს რა, თუ არის რაღაცა სხეულში თუ არის თქვათ რაღაცა უფრო დესტრუქციული ენერგია ხო, თქვათ ენერგეტიკული ცენტრები, რომელიც არ რეზონირებს კარგად, ხო, უფრო ჩაკირული არის ეს ენერგია და ზოგადად მე ურჩევ ხოლმე ასე, რომ კვირაში ერთხელ მოვიდნენ 4ჯერ, ანუ 4 კვირა და შემდეგ უკვე თვითონ შეხედონ. ძალიან ხშირად მუშაობს ეს 4 ისე, რომ შემდეგ შეიძლება დიდხანს ძალიან კარგად გწნოდეთ. ანუ 4 არის ესეთი აი ბერ მინიმუმი, რაც ხო, საბაზისო, ხო. საბაზისო, 4ჯერ მოხვალ და შემდეგ არის რომ თვითონ გწნობენ რა, რომ აი მივხვდი რომ ჭირდებოდა და მოდიან. ყავს ვიღაცები, ვინც ზოგჯერ არ ტოვებენ არც ერთ სესიას და სულ დადიან და ძალიან მიხარია რომ მათთვის თუ ეს აი ესეთი სასიამოვნო და რაღაცა ესეთი ცვლილებების მომტანია ესეც ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის ასე რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური მაგიტომ არ მიყვარს ხოლმე ეგ განზოგადება რა იმიტომ რომ აი ვერ იტყვი რა ეს ზუსტად მაგრამ ადამიანი თუ შენთან უშუალოდ ინდივიდუალურ სესიაზე მოვიდა შენ მასთან შეძლებ ხო რომ უთხრა რომ აი ამდენი გჭირდება ესე ხო მაგრივ რეიკის გავს იმიტომ რომ ეხა მეც რო ვიყავი აი იაპონური რეიკის კურნება რო არის მანდაც სიტყვაზე მეც მითხრა რომ რამოდენიმეჯერ კიდე დაგჭირდა მოსვლა იმიტომ რომ ის ოსტატი უშუალოდ ნახულობს რა ბლოკებია იქაც ბლოკებზე მიდის მუშაობა და აი სხეულზე რო თქვი ანუ რეიკის ეგრე არის რომ ანუ ეგ ჩვენი სიტყვა შიშები რაღაცები შეიძლება დაგელექოს შენი სხეულის რაღაც ნაწილში რა კი ბგერითი თერაპიაც ახდენს მაგის ერთგვარ გამოშვებას რომ სიტყვაზე მე მაგალითად მაგ ვერაზროს ვერ ვფიქრებდი რომ რეიკის ოსტატთან ვიყავი და გძნობდი რომ აი ფეხში რაღაც მაქვს რა და აი სესიის დროს ვიგძენი რომ რაღაც ამოვიდა ესეთი შავი და განთავისუფლდა და მე მეგონა რომ ფეხი ცარიელი მქონდა და მე ისე ამიხსო რა მქონდა ძალიან დიდი შიში დაგროვილი და ამისი გამოშვება მოხდა ბგერით თერაპიაშიც ხდება ეგეთი რაღაც ხო აი რეზონანსში რომ შემოდის ეს ვიბრაცია ხო ანუ იქ თუ ენერგიით ხდება აქ ხდება ბგერით ხო ეგ ყველაფერი ნახე რა ხდება მაგას ქვია ინტრეინმენტი. ხო. აი ინტრეინმენტი როგორი რაღაცა არის, ცი, როდესაც სინქრონიზდება რაღაცეები. აი მაგალითად აი რაღაც გინახავს რაღაც რო კიდია, ცალ-ცალკე მხარეს რო ამოძრავ რაღაც მომენტში ერთნაირად იწყებს მოძრაობას. დაახლოებით იგივე შვება რა, ეს სუფთა სიხშირეები რომელიც შემოდის, რაღაც მომენტში ეს გარდატეხა ხდება და შენი ენერგიაც სინქრონიზდება იმაზე. და მე ხო, და მე უკვე სინქრონში რო არის, იმას აგდებს ავტომატურად, ხო. ზუსტად ასეა, იმიტომ რომ უფრო ნატიფი ენერგიები შემოდის და ეს ყველაფერი იფერთხება. თუმცა მე ხშირად ვაკეთებ ხოლმე კონკრეტულად მაგაზე მუშაობას და მაგ ხოლმე სესიები, როდესაც აი ვატარებთ გიდირებულ მედიტაციას, ზუსტად მაგაზე რომ აღმოვაჩინოთ სად არის ეს შიშები და ტკივილები და შემდეგ გამოვუშვათ ეს ყველაფერი. მე ასევე კამერტონებს ხმარობ ჩემ სესიებზე. კამერტონი რა არის? კამერტონები არის tuning forks. tuning fork იგი ბეცფაქსში ხო კამერტონი არ ვიცი. თერაპიულ კამერტონებს ხმარობ, რომელიც როგორც აკუპუნქტურა მუშაობს მერიდიანებზე, ზუსტად ასე მუშაობს, ხო ვიბრაციით, ხო, აკუპუნქტურაში თუ შენ შეგყავს ნემსი მერიდიან წერტილში, აქ შეგყავს ვიბრაცია. რომელსაც არანაკლები ძალა აქვს. მეც გავამიცდია ჩემ თავზე ის საოცარია. საოცრება არის კი ნამდვილად და არის ხოლმე რომ აი შემდეგ აი ზუსტად იქ მივდივარ და იქ
ეხმარები რომ ეს ყველაფერი უკვე თვითონ იმ სხეულის ნაწილიდან ამოვიდეს, სადაც ეს რაღაცა ჩაკირული არის, ხო, ეს შიში, ტკივილი თუ რაღაცა ცუდი გამოცდილება იქნება. ხო, ეგ ალბათ უფრო ძლავრი შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ სესიაზე და ხო, იმიტომ რომ ჯგუფურად მესმის რომ შენი ენერგიაც ნაწილდება, ყველა ადამიანს ცდილობ რომ არ მოაკლო და მაქსიმალურად ყველა მიაღებინო ის გამოცდილება, მაგრამ ჯგუფურად ხო უფრო კონცენტრირებული ხარ კონკრეტულ ნაკადზე. თქვა 25 კაცია, ხო 25 კაცთან რა თქმა უნდა რთული არის, რომ თუმცა მე ყველასთან სათითაოდ მივდივარ, მაინც რამდენიც არ უნდა იყოს და ცდილობ ხოლმე რომ ეს რაღაცა ინდივიდუალური გამოცდილება მაინც მივცე. მაგრამ რა თქმა უნდა, კამერტონებით ბევრად უფრო შედეგიანი არის ინდივიდუალური მიდგომა და ახლა დამუშავება ამ ენერგეტიკული ცენტრების და მერიდიანების და სხეულის. ხო. ლიკ რა მაინტერესებს შენი აზრით აი მომავალს როგორ ხედავ ამ ბგერითი თერაპიის რო აი სადამდე შეიძლება გამithარდეს მე მაგალითად აი ძალიან გამიხარდა რომ მედიცინაში ესე შემოვიდა იმიტომ რომ მართლა არის ეს მედიცინა აი ეხა აი მართლა აი რეიკიზეც მაგაზე დავწმუნდი რომ ჩვენ როგორც ჩვენ ფიზიკურ სხეულს ჭირდება მოვლა რეგულარული ჩეკაპები შემოწმება ისევე არის საჭირო ჩვენი ენერგეტიკული და უხილავი სხეულის ასევე ემოციური სხეულის მოყვანა წესრიგში და ცოდნა და აი ეგ რო უკვე შემოდის სინთეზში მედიცინას და ესეც აი ვერ წარმოვიდგენდი მაგას ვერაზროს რომ ეგეც სამყაროში აი რა ხო აი რაღაც სულ ფილმებში მქონდა ნანახი აი დიუნში Star Wars-ში რომ ეგეთი რაღაც ტექნოლოგიების სულიერება ესეთ ჰარმონიაში არის აი შენ როგორ ხედავ მაგის აი შემდეგ ევოლუციას თუ არის სიტყვაზე ოთახი იმისთვის რომ კიდე რამე ახალი გაჩნდეს ბგერით თერაპიაში რა შეიძლება ეს აი რა იდეები გაქვს ანუ ნახე როგორ არის ეს არის კარგად დავიწყებული თავიდან აღმოჩენილი და მომავალში მგონია რომ ძალიან სერიოზულად დაინერგება ეს ყველაფერი უკვე ფესვები გაშვებულია ხო მიიღო დამიწდა უკვე ხალხ და ხე აგაიზარდოს ანუ მატერიაში გადმოსული არის და მგონია რომ ახლა უკვე და მისი ფესვები იმდენად ჯანსაღია რომ არ არსებობს რომ არ გაიზარდოს აქედან რაღაცა დიდი და ლამაზი ო და რა ნაყოფი ექნება კიდე აი მართლა ძალიან კი ამიტომ რა ვიცი ჩემთვის აი ძალიან მიხარია რომ რაღაცა ამის ნაწილი ვარ და მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას აი ძალიან მიხარია იმიტომ რომ რაღაცა საჩუქარივით არის რომელიც რაღაცა გამომიგზავნა სამყარომ და მეც კაია რომ არ გავუშვი. დავინახე სწორდროს და ჩავეჭიდე. შენ რო თქვი რომ მედიცინაშიც უკვე შენს ატარებ ექსპერიმენტებს, ხო აი მაგრა მაინტერესებს რა შედეგებამდე მიხვალთ და რომ მექნება გაგიზიარებ შედეგები. სიამოვნებით და ხო მგონია რომ ხალხსაც აი ნახეთ მაგალითად ადრე არ ქონდა ხალხს ეგეთი მზაობა სიტყვაზე sound healing-ის მიმართ. ეხა უფრო არის და აი მგონია რომ მედიცინაზე დასაწყისიდან შეიძლება ზოგი ისე იყოს სკეპტიკურად რომ კაი რა ბგერამ რა უნდა ქნას, მაგრამ მანდაც მგონია რომ მოვა ავტომატურად ეგეც რა დრო უნდა უბრალოდ რომ დაილეკოს. ეგეც ძალიან მე მაგის მიმართაც ძალიან გახსნელი ვარ და ძალიან ვიღებ იმასაც, როცა შეიძლება ვიღაცას არ ესმოდეს. შეიძლება მისთვის რაღაცა არ იყოს რა ნაცნობი და ხშირად ადამიანებმა რაც არიციან იმის მიმართ ზოგჯერ აგრესია აქვთ ხოლმე, ზოგჯერ შეიძლება შიშიც აქვთ და ამიტომ მაგისთვისაც იყოს კი, მაგრამ რაღაც ვინც მოსასვლელია ის ისეც მოდის, მაგას ვამბობ ამიტომ არის რომ მე მაგაც ძალიან ინტენსიურად არ ვაწვდი ხოლმე ხალხს ამ ამბავს რა, ბევრს არ ვლაპარაკობ, გულისხმობ ჩემს პლატფორმებზე. იმიტომ რომ რაღაცნაირად ვჯერა იმისი, რომ რაღაცა რაც არის საკრალური ის თვითონ მიდის იმ ადამიანებთან, ვისაც ეს ჭირდება. თვითონ პოულობს. თვითონ უშვებს საცეცებს და ისინი თვითონაც მაგნებენ და მოდიან რა და მგონია რომ რაღაცა სიტყვის გამგონიც უნდა იყოს რა. აი რატო არის რომ რაღაც საკრალური ცოდნები იყო ხოლმე იმ ადამიანებისთვის, ვისი ყურიც მზად იყო ამის მოსასმენად. ხო, განტობილებისთვის ვისაც ენდობოდა ხო. ზუსტად რა, მაგრამ ისიც არის რომ ბგერითი თერაპია იქნება თუ ნებისმიერი სხვა რაღაცა მთავარია რომ ადამიანი მიაგნოს თავისი რა არის და მისთვის რა მუშაობს. ვიღაცისთვის ლოცვა მუშაობს. კი. ძალიან კარგად და ზუსტად იგივე სიმშვიდეში და იგივე ნაირად შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შეყავს. როგორც ბგერითი თერაპიაც რეალურად ამას აკეთებს, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევყავართ. ლოცვა, მანტრები იქნება, აღმოსავლური კულტურა იქნება, ჩვენი რელიგია იქნება, თუ რაც იქნება, ნებისმიერი რამე არის მნიშვნელოვანი. და მთავარია ეს რაღაცა რომ შენ გულთან მოვიდეს ახლოს. მეც ახლა მოვიარე ყველაფერი. ზუსტად, მეც მოვიარე ყველაფერი, ხო, ინდოეთში ვიყავი, ინდონეზიაში ვიყავი, შრი-ლანკაზე ვიყავი, აზია ძალიან მაინტერესებს, ლიტერატურაც ბევრი ვიკითხე, მაგრამ მაინც
ქრისტეს გზა ჩემთვის ყველაზე ახლო. აი, მოვბრუნდი რა, რაღაცა მანდ ვიყავი, წავედი, მოვიარე, გავეცანი, რაც აბსოლუტურად ერთმანეთს ხელს არ უშლის, იმიტომ რომ საფუძველი სიყვარულია მაინც, ხო, მთავარი. და ისევ აქ მოვბრუნდი. ეგეც საჭირო იყო. ეგრე შორიგზით რო წასულიყავი, რომ გწოდნო და რა არ არის შენი. კი საინტერესო არის ძალიან მოგწონს, მაგრამ ანუ ეგრე შენი გულის გზის არ არის და მეც მსგავსად გამოვიდა. ძალიან ბევრი რაღაცა შევიმეცნე, ეს ვერ ვიტყვი ძალიან ბევრი ახლა არ მინდა ძალიან ხვალ გამომივიდეს. ნუ რაღაცები მეც ეს წავიკითხა ასე ისე, მაგრამ ხო საბოლოოდ მივხვდი რომ აი ხო ქრისტიანობა სულ ჩვენია, ხო რაღაცნაირად ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. ხო, მართლა ბოლომდე ვერ ვიაზრებ. და იცი ასე მივხვდი რომ მაინც აი ასაკთან ერთად კიდევ უფრო მეტად შემოდის, ხო ეს ყველაფერი რაღაცნაირად. ზუსტად ასაკთან დროსთან ერთადაც. აი ეგეც საინტერესო არის. დროც მაგას აი რაღაცნაირად გთავაზობს, რომ აი ხა უფრო იქნებ. ხო. და აი მაგას ვამბობ, რომ აი მართლა თუ აი ამ რაღაცა ქრისტეს გზა და სიყვარულის გზა ჩემთვის აბსოლუტურად ერთი არის. აი ამას თუ გულში გრძნობ, არ დაიკარგებ. კი, ძალიან მაგარი საუბარი იყო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა. გისურვებ წარმატებებს იმეილის შეკრებას და საინტერესო არის იქედან უკვე ხოლმე დაბრუნდები და ხო მგონია რომ მაგარ ნიადაგს ამზადებ და ზოგადად მაგარი ნიადაგი მზადდება საქართველოში, ეგეთი რაც ალტერნატიული და ალტერნატიულს ეხავ ეძახით მე მალე ალბათ ალტერნატიული აღარ იქნება და უკვე იქნება ჩაოლებრივი საჯარო ხო ალტერნატივი აი როგორ დავარქვათ აი ანუ დღეს ესე ქვია კანონიკური რაღაც ხო ალბათ ალტერნატიული медиცინა უფრო ქვია ამ ყველაფერს დღეს ასე ქვია და მე ვნახოთ ხო მე ვნახოთ არ გავასწროთ დროს მადლობა ლიკა ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე